ტყუილი მართალი ერთმანეთში ისე აირია, რომ შემდგომ უკვე ძალიან ძნელი გასარკვევი გახდა და შემდგომ დაიწყო ისევ ამ 70 წელზე ტყუილ მართლის ერთმანეთში არევა. ფილოსოფიის საკითხები, როცა ისტორიას ეს დევს. ეს უკვე რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მაინც როგორც ჩანს რჩება ისტორიის აღქმა კონტექსტიდან გამომდინარე და ტენდენციურად არა მარტო 18-21 ნებისმიერი ესეთი შორეული კი არა, აი წეღარასაც აი მაგერ 90-იანი წლების ის ამბები უკვე ისეთ დამახინჯებულია ხშირად, რომელი რა არის 90-იანი წლებს ამახინჯებენ ადამიანები, ვინც 90-იანი წლების ისტორიის უშუალო მონაწილეები და შემქმნელები იყვნენ. და პიროვნულია ვაგერ ახლა სულ 3 წელს ვისვენდი სიმწერალი იყო ისტორია. მოკლედ ესეთი რა არიან, რომ აი როგორი მეტყვეთა იმას ხსნიდა, რომ ეს სინამდვილეში არ კარგი იყო, კარიერას იკეთებდნო და მიდიოდნო. რატომ გეუბნები, რომ ისტორია როგორ გინდა და რომ მივედო სკოლაში. არა, ნუ გეცინებოდა. ძალიან ბედნიერებია ეგრეთ პოზიტივის დანახვა, მე მგონი ძალიან. არა, ძალიან პოზიტივს. ხედავთ არის, მაგრამ რატო გეუბნები, ეს რატომ მოვიყვანე მაგალითი, რომ ესე იგი ეგეთიც კი არის, მე იქ ვიღაცა არის, იქ ვიღაცა ამბობს, რომ ის კარგია, ვიღაცა ამბობს ცუდია. 25 თებერვალი მძიმეა, სექტემბერი მძიმეა, აბახავნა რო აიღო, ეხლა ჩვენი ისტორია გეთი ფაქტებით, მაგრამ ნუ ახლა რაღაცნაირად დაძლეულია ეს ამბავი. კი ბატონო. დავიწყოთ. მოგესალმებით ჩვენი შემდგომ პოდკასტში და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისე პოდკასტ რა თქმა უნდა წარმოგიდგენთ ტრადიციულად ვასილ მაღალათელიძე და მე გიორგი გვიმრაძე ჩვენი სტუმარი იქნება ბონდო მძინარაშვილი ჟურნალისტი ჩვენი მეგობარი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ჩვენ ცხადია დღეს ვისაუბრებთ ასე ვთქვათ ესე თემაზე თუ რა ხდება ჩვენთან ქვეყანაში დღეს რა პროცესი ვითარდება როგორ შეიძლება ეს დავინახოთ როგორ შეიძლება დავინახოთ გარკვეული ასე ვთქვათ განვითარება ამ პროცესისა შედეგები და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შეიძლება უამრავი პარალელი ვიპოვოთ იმ წარსულთან რომელიც წარსულიდან ეს მოვდივართ რაზეც თუნდაც ვისაუბრეთ ესე ვთქვათ წინ სანამ დავიწყებდით პოდკასტს ესე ვთქვათ რაზეც საუბრობდით მოდით პირველ რიგში ალბათ ესეთი ძალიან მარტივი თითქოს კითხვის დასასმელად მარტივი მაგრამ საპასუხოდ შეიძლება რთული რა არის ეს რა სურათია რასაც ვადევნებთ თვალყურს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე რომელიც გაქვთ პროცესების გაშუქების გამოცდილებას გულისხმობ ამ შემთხვევაში დიდი მადლობა მოწვევისთვის ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში მონაწილეობა მით უფრო თქვენ უძღვებით ამ პოდკასტს დუღილის პროცესში ვართ ჩვენ ახლა და ეს დუღილი შეიძლება ითქვას რომ ჩვენი გადმოსახედიდან გაგვიგრძელდა რა კი ჩვენ თვითონ ვართ უშუალოდ ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ისტორიისთვის მომავალში დაუშვათ 10 წლეულების შემდეგ ამ პერიოდს სულაც არ შეაფასებენ ისე როგორც ჩვენ ვაფასებთ. მაინც ჩვენ სუბიექტურები ვართ, გარკვეულწილად ტენდენციურებიც ვართ, მაგრამ თავარი ის არის რომ არ ჩერდებით და განვითარების შესაძლებლობაც ჩნდება. სხვათა შორის არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო კონტექსტში თუ განვიხილავთ, გარკვეულწილად საქართველოს დაიბრუნა თავისი ფუნქციაც, რაც საბჭოთა პერიოდში სრულიად ბუნებრივია არ და ვერ გვექნებოდა, მაგრამ ამავდროულად ამა თუ იმ ეტაპზე დიდი უპასუხისმგებლობითაც გამოვირჩეოდით, ვთქვათ, პირდაპირ როდესაც ამ საკითხებზე მიდიოდა მსჯელობა ან უშუალოდ მოქმედება. მაგალითად 90-იანი წლების დასაწყისში 93-14 წელს, როდესაც მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური, ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ ერქვა, საუბრობდა დიდი აბრეშუმის გზის აღდგენაზე და კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპისა და აზიის როგორც დამაკავშირებელ გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი ამას უყურებდა ამრეზით და ზოგიერთ საერთოდ ფანტაზია ეგონა ეს ყველაფერი. მაგრამ საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ საქართველოს შეიძინა ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუნდაც ამ პროექტების უკვე განხორციელებით და მაშინ ამ პროექტების განხორციელებაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი და აქტიურად იყო ჩართული შეერთებული შტატებიც. და საბოლოო ჯამში ეს დიდი პროექტები, მილსადენების პროექტები განხორციელდა. სხვათა შორის ეხლა ალბათ ბევრს არ ახსოვს და გონია რომ ეს მილსადენები ძალიან ადვილად გაკეთდა, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილებით მიდიოდა ეს პროექტიც. არ იყო ადვილი ამ პროექტის განხორციელება.
დიდი წინააღმდეგობითაც იგივე თქვათ რუსეთის ფედერაციის მხრიდან თითქოს ერთი შეხედვით დასუსტებული, რაღაცა შეხედვით მაშინ მართლაც ასე იყო რუსეთი და თითქოს ელცინის პერიოდში ლიბერალური რუსეთი, სადაც ძალიან ბევრი ევროპული და ამერიკული ზოგადად დასავლური ინვესტიცია იყო და ძალიან ბევრ სამრეწველო ობიექტს ისინი იყვნენ დაპატრონებულები, თქვათ 2003-4 წლამდე პერიოდში. იმაშინაც კი რუსეთი საქართველოს ამ როლის გამოკვეთას აღიქვამდა როგორც საფრთხეს მისი სახელმწიფოსთვის და დღეს უკვე ამ პროექტების განხორციელების შემდეგ და ამ ფუნქციის შეძენის შემდეგ სრულიად ბუნებრივია საქართველოს არის არამხოლოდ საფრთხე როგორც წარსულში იყო და შეიძლება ნაწილობრივ ახლაც არის დარჩენილი რუსეთისთვის, არამედ შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩრდილოეთის, სამხრეთის კავშირები და აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირები ეს გადაკვეთა გზაჯვარედინი რამენაირად მისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდეს და ანალოგიური ინტერესი აქვს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში და ასევე დასავლეთში საქართველოს მიმართ. მთელ ამ პროცესში ჩართული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. აბსოლუტურად ყველა პროცესში. ზოგან როგორც ხელისშემშლელი და ზოგან როგორც აქტიურად ხელისშემწყობი და დამხმარე ამ პროცესის. ასეთი იყო დაუშვათ საქართველოს ტელევიზიის პროგრამები, გადაცემები და ასეთი იყო თქვათ ოფიციოზი საქართველოს რესპუბლიკა და სვაბოდნაი გრუზია, რომელიც აქტიურად აშუქებდა ამ პროცესებს. ასევე იყო თავისუფალი მედია, რომელსაც ჰქონდა თავიდანვე სახელმწიფოებრივი მიდგომა, ასე შეიძლება ითქვას. ეს იყო გაზეთი კავკასიონი, გახსოვთ კარგად ბატონო ვასილ, ეს პერიოდი და რამდენიმე გაზეთი, რომელიც შემდგომ უკვე როგორც საერთაშორისო პროექტის ხელშემწყობი ქართული მედია გახდა უკვე მხარდამჭერი ამ პროექტების და საქართველოს ამ ფუნქციის შეძენის. არ იყო მარტივი ეს ყველაფერი, მაგრამ რაც ძალიან საინტერესოა, შემდგომ უკვე სადღაც 10 წლის შემდეგ 2002-2003 წლიდან, როდესაც შევარდნაძის მემკვიდრეობაზე ფიქრი დაიწყეს, აი მაშინ გაჩნდა უკვე აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება ყველა პროცესის მიმართ. აქ მარტო თვითგადარჩენაზე კი არა, მომავალში დარჩენაზე და თვითდამკვიდრებაზე დაიწყო ფიქრი პოლიტიკურმა კლასმა და შემდგომ უკვე გაჩნდა სერიოზული ფული პოლიტიკაში. ეს ფული ასევე გაჩნდა მედიაშიც და დაიწყო მედიაში დიდი ფულის ჩასმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. გაჩნდა მათი ინტერესიც და ამ ინტერესს სრულიად ბუნებრივია თან ახლდა და გამორიცხულია, რომ ეს ასე არ ყოფილიყო იმ ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების, შესაბამისი სამსახურების ინტერესი მოიყოლა ამ ფულმა, რომელიც მედიაში დიდი რაოდენობით შემოვიდა მაშინ. ეს ინტერესი, მოდი ესეთი საკითხია, ანუ ხან ეხლა ამ ბოლო პერიოდში რა გააქტიურდა ამ თქვათ ამ USAID-ის საკითხი თუ NED-ის საკითხი და EID-ის საკითხი და ასე შემდეგ, თუ რამდენად ისინი თქვათ ესე თქვათ კეთილსინდისიერად ხარჯავდნენ, კეთილსინდისიერად ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან მიმართებაში, ხო? თანხებს და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს დაპირისპირება, მოგლით კონფლიქტი ინტერესის ჩვენი და თქვათ იმათი, ვინც ფულს ხარჯავდა ამ თემაში. ეს ახლა რო გამოვლინდა გავიგეთ, მაგრამ რადგან ახლა გამოვლინდა, უნდა გავითვალისწინოთ, ჩავთვალოთ, რომ ახლა დაიწყო ეს პრობლემა თუ იყო თავიდან? არა, აი ეს პრობლემა 90-იან წლებში დაიწყო. სხვათა შორის მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე საუბრობდა იმაზე, რომ გასაგებია ჩვენ მეცნიერებას დახმარება ჭირდება. ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ მეცნიერებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, სახელოვან სპორტსმენებს და ასე შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და მათ გარკვეული ასე ვთქვათ სოციალური პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ხელს უწყობდა. გადარჩნენ ეს ადამიანები ფაქტობრივად მაშინ, მაგრამ ინსტიტუციურად მეცნიერების გადარჩენა, განათლების სისტემის გადარჩენა სახელმწიფოს ბიუჯეტს მაშინ არ შეეძლო. ეს ყველას გააზრებული ქონდა, ფაქტობრივად ბიუჯეტი იყო, დღევანდელის არ ვიცი, მეათედი უფრო ნაკლებიც და შესაბამისად ვერც ერთი მიმართულებით განათლება იქნებოდა სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, სამხედრო სფერო თუ სამართალდამცავი ორგანოები არ ქონდა ამის რესურსი და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ სხვა გზით წასულიყვნენ და ამ დროს გაჩნდა სოროსის ფონდი თავისი შესაძლებლობებით, თავისი ჩვენთან შედარებით მაშინ უზარმაზარი შესაძლებლობებით და ფაქტობრივად ამ სფერო მთლიანად
მათ დაიკავეს. შემდგომ უკვე გაჩნდა ის დახმარებები, რაც თქვენ აღნიშნეთ, USAID, NEDI, მაგრამ მე როდესაც ვახსენე შესაბამისი სტრუქტურების და სამსახურების, სპეცსამსახურების ინტერესები, შემოყვა სწორედ ამას. მე მაგალითად 2003 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც შეერთებულ შტატებში ვიყავი, მაშინ ვაღნიშნავდი ამას, რომ გამიკვირდა თქვათ სახელმწიფო დეპარტამენტში უფრო ადვილად შევედით, მე მაშინ აირაის მიწვევით ვიყავი, საქართველოს პრესსამსახურების დელეგაცია იყო. სახელმწიფო დეპარტამენტში უფრო ადვილად შევედით და პენტაგონში, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, კოლინ პაუელი იყო მაშინ მის მოადგილესთან შეხვედრაზე, ვიდრე თქვათ USAID-ის ოფისში, სადაც რამდენიმე ეტაპად იყო შემოწმება და კალამსა და ბლოკნოტს არ შეგატაინებდნენ ოთახში, რომელიც სამუშაო ოთახი კი არ იყო, უბრალოდ შეხვედრების ოთახი იყო. ნუ მაშინვე მივხვდი მე ამ რაც იყო ეს USAID, მაგრამ რაც ჩვენ დავინახეთ საქართველოსთან და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რა ინფორმაციები ვრცელდება, ეხლა თქვენ კეთილსინდისიერება ახსენეთ. მოდი ასე ვთქვათ, ორი კუთხით მიუდგეთ მაშინ ამ ორი მხრიდან მიუდგეთ ამას. კეთილსინდისიერება ჩვენს მიმართ, რომელსაც თქვენც გაუსვით ხაზი და კეთილსინდისიერება იმ გადასახადის გადამხდელების მიმართ, ვისი ფულით იხარჯებოდა. სხვა საკითხია, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ამა თუ იმ ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ამ პროექტებით კარგიც გაკეთდა, ამისი არ აღნიშნა შეუძლებელია იგივე თქვათ, სოფლის მეურნეობის თუ სხვადასხვა მიმართულებებით ჯანდაცვის თუ ასე შემდეგ, მაგრამ აქ ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხო არ იყო ეს ყველაფერი საფარველი. იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში განხორციელებულიყო ის პროექტები, რომლის მიმართაც საქართველოს მოსახლეობას და პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. მე ეს უფრო მგონია და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ისეთი სიტუაცია, როდესაც საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებასაც შეუწყო ხელი, საბოლოო ჯამში პოლარიზაციის გაღრმავების შემდგომ ჩვენ ყველანი აღმოჩნდით იმ ვითარებაში, როდესაც მედიაში გადმოვიდა ეს დაპირისპირება და საბოლოო ჯამში მედია გახდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გაღრმავებულიყო. სწორედ ასეთი იყო ეს ამერიკის დემოკრატიის ფონდიც და ევროპის დემოკრატიის ფონდიც. და თუ კი დღეს ჩვენ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კორექტირება მოვახდინოთ ამ პროცესის, მაშინ ის სიკეთე, რაც მიიღო საერთაშორისო დახმარებებით და რასაც შეერთებული შტატების ელჩი, ყოფილი ელჩი დეგნანი მუდმივად გვაყვედრიდა, იქაც გამოიკვეთება რა იყო სასიკეთოდ და რა პირიქით მათი ინტერესების გასატარებლად და მე მაგალითად განსაკუთრებული იმაში არაფერი მგონია, რომ მათ თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და ეკნებოდათ კიდეც არც ერთი კაპიკი არ იხარჯება, არც ერთი ცენტი არ იხარჯება, ისე რომ კონკრეტული დანიშნულება არ ჰქონდეს, რომ ალტრუისტები არ არიან, ეხლა დიდ პოლიტიკაში საერთოდ არ არსებობს ალტრუიზმი და მით უმეტეს როცა მედიის გამოყენება ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ამა თუ იმ ქვეყანაში სრულიად ბუნებრივია იქ ალტრუიზმი საერთოდ გამორიცხულია. მე ვხედავ თქვათ მედიას, რომელიც გარეთ ფინანსებას იღებს, როგორ ატარებს იმ გრანტის მიმცემის და ფინანსებლის ინტერესებს და ამაშიც არაფერია გასაკვირი. უბრალოდ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ სიკეთე ბოროტება შეიძლება მოვიდეს სიკეთის სახითაც. და შემდგომ აღმოჩნდეს, რომ უფრო მეტი გაფუჭდა, ვიდრე გაკეთდა. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, განსაკუთრებით ეს არის ონლაინ მედია საშუალებები, გარედან დაფინანსებით, ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ და აქ ლაპარაკი არ არის კონკრეტულად ღევანდელი, გუშინდელი, ახალი ვინც იქნება იმ ხელისუფლების ინტერესებზე, გულისხმობს სახელმწიფო ინტერესებზე, რომელიც მუდმივია და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს ამ საინფორმაციო პოლიტიკის გატარებით. ამ შემთხვევაში სრულიად ბუნებრივია რეაქცია საზოგადოებას ექნება. მაგალითად, თქვენ გახსოვთ თუ არა, არ ვიცი 2002 წელი იყო, როდესაც მაშინდელმა რუსთავი ორმა გააშუქა გადმოსცა, რომ პანკისის ხეობაში იმყოფებიან ჩეჩენი ბოევიკები და შემდგომ დაიბომბა პანკისის ხეობა და დაიღუპნენ ტყეში ტყის მოსაჭრელად, შეშის მოსაჭრელად შესული ადამიანები.
ხო მე ჩატარდა იქ პანკიში სპეცოპერაცია, ეს ძალიან სერიოზული სპეცოპერაცია იყო. ერთობლივი მახსოვს. ერთობლივი სპეცოპერაცია, ამაში აქტიურად მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამინისტრო, მაშინდელი შტაბის უფროსი იყო მინისტრი კობან არჩემაშვილი და მოადგილე ვალერი ხაბურძანია მინისტრი, მე ვიყავი ამ შტაბში უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებით, მაშინ სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურში მუშაობდი, პრეზიდენტის პრესბინის მოადგილე ვიყავი და მე გამაგზავნეს იქ და ვიცი როგორც მუშაობდნენ, ძალიან აქტიური მუშაობა მიდიოდა სხვათა შორის საელჩოებთანაც, ელჩების მთელი დელეგაცია ჩამოვიდა მაშინ პანკისის ხეობაში, მაგრამ მე ახლა ეს ფაქტი რატომ გამახსენდა? რუსთავი 2-ის მაშინდელი რუსთავი 2-ის მიერ გაშუქებულ ამ ფაქტს მოყვა უკვე რუსული ტელევიზიების ამ კადრების ეს კადრები გამოიყენეს რუსულმა ტელევიზიებმა და რუსულმა ტელევიზიებმა პირველ წყაროდ დაიმოწმეს სწორედ ქართული ტელევიზია. და მე მახსოვს მაშინ ასეთი შეხვედრა გაიმართა, ეს ჩემი ინიციატივა იყო და ამიტომ მახსოვს განსაკუთრებით მაშინდელ უშიშროების საბჭოს მაშინდელ მდივანს ბატონ თედო ჯაფარიძეს და პრეზიდენტის პრესმდივანს ბატონ კახა იმნაძეს მე შევთავაზე ეს რომ აუცილებლად გამართულიყო შეხვედრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არა კორესპონდენტებთან, არამედ ხელმძღვანელებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან გამართულიყო ეს შეხვედრა. ბატონი თედო მაშინ შეხვდა ტელევიზიებს ცალკე და გაზეთებს და სააგენტოებს ცალკე და 2 საათი გაგრძელდა ეს შეხვედრა. ჩემი იდეა იყო ის რომ ამ ადამიანებს მედია ხელმძღვანელებს აუხსენით ყველაფერი ისე როგორც არის, რა საფრთხეებს შეიცავს ეს და ასეთი მიდგომა, როდესაც შენ მე აი რაღაც საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებისთვის ფაქტობრივად სახელმწიფო ინტერესებს აზიანებ და დაბომბვის სამიზნედ აქცევ. და ამის შემდგომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, ნორმალურად წარიმართა, მათ გაიგეს რა საფრთხეებიც იყო. პირდაპირ უთხარი რომ თქვენ უნდა უთხრათ მათ, რომ ისინი არიან სახელმწიფოსთან თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ. და არჩევანი მე მათ უნდა გააკეთონ და შესაბამისად ჩვენს გვექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კარგი ელემენტია და შევინახოთ ცოტა ხანი ხო სახელმწიფოსთან თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ რომ თანამედროვე მედიასაც ეს კითხვა ალბათ აქტუალური იქნება რომ დაესვას ესე ვთქვათ. ხო, მაგრამ ვასიკო, მანამდე მინდა კითხო ერთი რამე. აი რა თქმა უნდა, ნებისმიერი ისტორიული ფაქტი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, სადაც არ უნდა მომხდარიყო. აი ხა მაგალითად რო ავიღო დავით აღმაშენებელს დიდგორში რო არ გაემარჯვა, სხვა ალბათ სხვანაირი სახელმწიფო იქნებოდით, ხო? ანუ რაღაც თავის პეპლის ეფექტს გულისხმობ? როგორ? პეპლის ეფექტს. ხო, რაღაცა თავისი ეფექტი ყველაფერს ექნებოდა. რაღაც ყველა ეტაპს რაღაც ესე ვთქვათ, ესე საეტაპო მომენტს ქვეყნის ისტორიაში აქვს თავისი გავლენა მე ამ ერის ჩამოყალიბებას. მაგრამ ერთი რამის კითხვა მინდა. აი ეს 30 წელი და ვთქვათ 30 წლის წინანდელი პროცესის განხილვა ჩვენ შეგვიძლია როგორც ისტორიული მოვლენების რომელმაც გავლენა იქონია თუ პროცესის რომელიც მაშინ დაიწყო და ჯერ კიდე არ დამთავრებულა. ანუ ეს ერთი ჯერ კიდევ უწყვეტი, იმიტომ რომ 30 წელი მაინც პატარა პერიოდია ისტორიისთვის, ხო? ანუ თუ მიუხედავთ იმ ესე ვთქვათ турбулентობისა, რომელიც 70 წელში გავიარეთ. ანუ უნდა გავიაროთ როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელმაც შედეგი დატოვა და მერე განვითარდა იქიდან, თუ ჯერ კიდევ იმ პროცესს გავდივართ შენი აზრით. ფილოსოფიური კითხვა, არა ვარ მე ესე მზად ესე კი პასუხო, თუმცა ახლა ერთი შეხედვით რაც ვფიქრობ, ალბათ რაც დაიწყო, ნუ ჩვენ ქვეყანაზე თუ ვამბობ, კაცობრიობის ისტორია ალბათ ესე მთლიანად უწყვეტი. ვინაიდან ჩვენ ხო რომ მივდივართ წინ აი მისი არ იყოს ჰოლანდი რო ამბობს ოსტატი და მარგარეტაში როგორ შეიძლება შენ დაგეგმო როცა სულ უახლოესი ამბავიც კი არიციო. კი ბატონო. და რამდენიც არ უნდა ჩვენ გეგმოთ, ჩვენ ვერ ვიტყვით რა იქნება. 1 წლის მერე ჩვენ 30 წლის წინ მე მაგალითად კარგად მახსოვს. ბევრი პერიოდი ბონდესთან ერთად მაგატარებული ამ რას გულისხმობ ამაში რომ ჩვენ რაღაც მოვლენების მოწმე ვიყავით და მაშინ რო ვიღაცას ეთქვა რაღაცების შესახებ, რომელიც ესე მოხდებოდა, ჩვენ გვეგონებოდა ის სრულიად არა დაუჯერებელი ამბავი იქნებოდა. აბსოლუტურად. მე ხარ ვიცი აი მაშინ რომ ცელდება ცოტა იუმორი რომ შემოვიტანოთ, არ ვიცი ნამდვილია თუ არა და ავლეპი ზურაბიშვილს რო ელაპარაკებ რაღაცა ტელეფონშიო ის დავინახეო და მას დაცინიანეს ექიმები რომ როგორაც პატარა ტელეფონიო ჯიბეში გედო, შნურიც არ ქონდაო, ხო ის ამბობს რომ არ ქონდაო და ესე ჩანს და ნუ აღმოჩნდა რომ ამბავი იყო იქ ვინ ვისთან ვინ რას ამბობდა მე როგორ ამბობს რაღაცა ხდებოდა ის რაზე ჩვენ ახლა ვკამათობთ ეს რომ 30 წლის წინ
თქმულიყო ეს ამბავი წარმოუდგენელი იყო ისე ალბათ როგორც დავით აღმაშენებელი რო თქვი მაშინ რო რაღაცა გეთქვა ეს პროცესებიდის ჩვენ მაინც არ დაგვავიწყდეს რომ ეს დედამიწაც კოსმოსში არ ვიცი ხა ბნელა ნათებებში მიდის და თვითონ ეს დედამიწა სად მიდის და ადამიანი სად მიდის ეს ჩვენ არ შეგვიძლია რა უახლოესი მომავალიც შეგვიძლია ჩვენ რაღაცა დავგეგმოთ თუმცა როგორ ახდება კაცო არ იცი ჩვენ აგერ 2-3 თვის წინ არ ვიცოდით ახლა რა მოვლენები იქნებოდა და არა მარტო ჩვენ თქვათ დავიმდაბლოთ ესე თავი კაი აქ რაღაცას ვლაპარაკოთ მაგრამ აი დედამიწას რო გადაგებენ და მაგარი ტიპები რო არიან მათაც უბრალოდ არ იცოდნენ დღეს დედამიწაზე ნამდვილად და დღესაც არ იციან რა მოხდებოდა ეს როგორც ჩანს ადამიანური განვითარების ლოგიკაა და ეს მოცემულობა არის საერთოდ მოცემულობები ესე უნდა მივიღოთ მე სხვა რამე აი მედიაზე საუბრობდით თქვენ ახლა რო თქვათ ჩვენ რა ვიცით ჩვენ ის ვიცით რასაც ვისმენთ და რასაც ვიგებთ ну ახლა გამორჩეული ადამიანები არიან ხოლმე რაღაც ისეც აღმოაჩენენ რომ მანამდე ცხოვრობდნენ ნიუტონამდე ადამიანები და არ იცოდნენ ვაშლი რატო ეცემოდა ვაშლი ყოველთვის ვარდებოდა ძირს და ნებისმიერი ავარდილი მაგრამ საგანი ვარდებოდა მაგრამ ნიუტონმა აღმოაჩინა ხო სამი კანონი და მე თორე აგერ იყო ჩვენ თვალწინ ახლა უამრავი კანონები არსებობს ესე იგი რაღაც თავის ერთი მხრივ მიხვედრილობა გინდა მეორე მხრივ გინდა რომ ამბავი უნდა დაინახო და მე შეაფასო აი როგორც თითქოს მისანიშნებელ რაღაცებს გვაძლევს ესე არ არის აი ჭადრაკი მაგალითად ვინ უკეთესად თამაშობს ჭადრაკს ვინც უფრო თვლის და ვინც უფრო აი აშკარად თვლების ჭადრაკში რა არის უნდა მოკლა ფიგურები და ჩაუსვა მატი მაგრამ აი როდის უნდა მოკლა როდის არ უნდა მოკლა როდის უნდა შეწირო როდის უკან დაიხიო როდის ამბავი და თქვა მაგალითად პაიკი რაღაცებს განასახიერებს იქ ცხენი და მხედარი და ასე შემდეგ მაგრამ თქვათ რაღაცა მოტივით რომ მე ესე მინდა რომ ჩემი მხედარი გავიდეს და თქვათ რაღაცა გააკეთოს ანდადო როშა აღმართოს და ყიჟი და დასცეს ესე არ გამოვა და ეს ჭადრაკს რატო აგონებენ მიჭო ჭადრაკი გავს ამ ჩვენ ცხოვრებას იმიტომ რომ ჩვენ რო გვინდა ისე არ მიდის იმას თავის კანონზომიერებები აქვს ეხლა რატო გითხარი მაგალითად ჩვენ ვზივართ ახლა ამ პოდკასტზე და მე ვფიქრობ გუშინ შენ გელაპარაკებოდი საღამოს აი რა ვშვებით ახლა ჩვენ უბრალოდ საუბრობთ რატო საუბრობთ რაღაცაერად დავალაგოთ ამბები და თითქოს სიტყვის თავისუფლება არის ხო ჩვენ ქვეყანაში მე თითქოს ვამბობ სიტყვის თავისუფლებას თითქოს რატო დავაბატო სიამოვნებაში არ მგონია რომ ეს ესე მარტივად იყოს არც ვიცი ის სადაც იყო ისე თუ იყო შეიძლება ათენში იყო მართლა სოკრატე რო გამოდიოდა ლაპარაკობა მოედანი იყო და იქ უნდა ეთქვა სოკრატეს ბედს თუ გავითვალისწინებთ ხო რამდენად იყო ეგეთ აღმოჩნდა რომ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მანამდე მას შეეძლო ისე თქვა და ჩვენთან ახლა როგორ არის აქ ვამბობთ რომ ახლა მედია და ეხლა უკვე მედია საფთავდება და სადიწყება აგერ ახლა ნებისმიერი სახში გახდა მედია ხო ჩართავდა აჭერდა წამოვიდა ზღვა და ამავე დროს წამოვიდა რა თემა მაგალითად ჩვენ ახლა ერთ-ერთი გვიჩივლეს ქვია ხო თქვა არ ვიცი და ბინაიბოდოსაც უთხრა და ითვლება ერთ-ერთი იმათ რომ ეს პოდკასტზე შეხედანო და ლაპარაკობენო ჩვენზე და გიორგი ზიარ ბატონებზე მაგრამ კიდე მოყავთო და რა ითვლება იცი რომ შეზე აღარც არის ლაპარაკი გეტყვი და აი რა არის რომან კაკულია მოიყვანეს და კაცვარიც ისე რაზე ლაპარაკობდნენ და ხერა საინტერესოა მე ხლა ეს ვფიქრობ ეს ადამიანები სიტყვის თავისუფლების მომხრენი არიან რომ ვკითხო მაგრამ აი სიტყვის თავისუფლებაში რადებს შინაარს ეს კიდე მეორე თემა არის შიგნით იმიტომ რომ საკუთარი სიტყვის თავისუფლებას გულისხმობენ სვისას არა ესე იგი ამბავია რომ ესე მარტივად არ ყოფილა ეს საკითხი იმიტომ რომ აქედან რაც რომ მიწოდებულია და იქ სადაც მივიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებშია გაგზავნილი და იქაც რომ ეს მიიღეს და არ ჩათვალეს რომ ეს ესე ვთქვათ ეს ახლა როგორ რაღაცას ლაპარაკობ ესე იგი ეს მოცემულობა იმიტომ რომ შენ ითქვა რომ ესენი ისეთ რამეს ლაპარაკობენ ადამიანებზე გავლენას ახდენენ და იმ 60-ისკენ მიმავალ ჩვენ ხო ადამიანები ამა თუ იმ ფორმით ჩვევია რომ 60-ისკენ უნდა წავიდეთ კომუნიზმისკენ ახლა ვთქვათ რაღაცისკენ ეს დემოკრატიისკენ ნუ რას დავარქვევთ ესე ვთქვათ ეგეთია აი ჩვენ ხელს ამას უშლით ესე იგი მნიშვნელოვანი ის კი არ არის როგორ გაარჩიო იქნება ეს სულა გავაკეთო რაც ჩვენ გონია არა ესე ამბე რომ შენ როგორც კი რაღაცაში ეჭვი შეგაქვს როცა მე ამას ვამკვიდრებ იმიტომ რომ მე ადამიანებმა მინდა რომ ესე იფიქრო იმიტომ რომ თუ ადამიანები ესე ფიქრობენ მაშინ მე ადვილად გავიტან რაღაცა ჩემ მიზნებს ალბათ ეს არის ხო აი ეს თემა არის ძალიან
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მე არ მგონია რომ მედიამ დაძლიოს, მოგეთ არც საქართველოში და არც სოფლიოში მე მედიაში ახლა აგერ ჩვენ მოვისმენთ და ჩვენი ოპონენტები რომელიც ახლა სიტყვიან რომ რაღაც შავრაზღული ვთქვი, მაგრამ არც ქართულ მედიაში და არც სოფლიო მედიაში ამის არც ინტელექტუალური და არც ზნეობრივი რესურსი არ არსებობს, არ მოიტყუო. ესე ვთქვათ, გინდა თუ არა რომ მე სიმართლე მივაწოდო ადამიანებს ცალკეული ინდივიდები კი ბატონო არიან, მაგრამ მთლიანობაში ამიტომ არ არის შექმნილი, იმიტომ ამის უკან დგას ფინანსი, ამის უკან დგას ამბავი და ეს ინტერესებია და ეს არის საშუალება. ცოტა ისე ხურობა რო თქვა, ჩვენ ბავშვობაში იყო ერთ გახმაურებული ფილმი ძალიან პოპულარული, ეხლა ალბათ ვინ შეხედავს, რომ ფანტომასი იყო და ფანტომასი რო ჟანმარეს მოიტაცებს ეუბნება რომ მე მივხვდიო რომ დიდი ადამიანიც კიო პრესის გარეშე არაფერი არ არისო და შენ უნდა, იმიტომ რომ ის აზრები უნდა იქნას გატანილი. მე ხა ბოლოს კი რაც გეტყვით რომ აი კარიბის ამბავი რო მიდიოდა ქართულ მე საქართველოში ვთქვათ მე უფროს ვილაპარაკიებ თაობასთან და საერთოდ არანაირი გავლენა არ მოახდინა ამ კარიბის კრიზისმა ქართულ და ნუ ალბათ საბჭოთა იმასთან შეხება იმდენი არ ქოლა, მაგრამ მე მისაუბრია ისე ჩაიარა ამ ამბავო აი უფროს თაობასთან შეუმჩნეველი დარჩა ხო? საერთოდ რატო? იმიტომ რომ არც არავინ არაფერი არ უთხრა ამ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას. მათ იცოდნენ ის, მათ აინტერესებდათ ალბათ კონსერვი რა ღირს, პური რა ღირს, იქ რა ნომერი შემოიტანას თუ არა გასტრონომში ან რაღაცა, ან რომელიმე ლექსი გამოაქვეყნა, რაღაცაზე კამათი იყო და კარიბის კრიზისი არ არსებობდა. ეს არ იყო მათი გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ, წარმოიდგინე. არა და მაგ კარიბის კრიზისის გადაწყვეტაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნუ ტრაგიკულმა, მაგრამ აბსოლუტურად აი ყოფითმა და საკითხმა ამ პროცესში საბჭოთა კავშირის მხრიდან ჩართული იყო კრიზისის განმუხტვის პროცესში მიქოიანი, ანასტას მიქოიანი და ზუსტად იმ დროს, როდესაც ფიდელ კასტროსთან იმყოფებოდა კუბაზე, ზუსტად იმ დროს აცნობეს, რომ გარდაიცვალა მისი მეუღლე აშხენ მიქოიანი. და მიქოიანმა იქ თქვა, რომ მე აქედან არ წავალ, სანამ ამ საკითხს არ მოვაგვარებ, არ გადავწყვეტ და რაღაცნაირად ეს საკითხი, აი ყოფითმა ფაქტმა რაღაც გარკვეული კი არა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ ამ პერიოდში აბსოლუტურად მართებულად აღნიშნავთ საქართველოში ეს არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ ძალიან მაღლა იყო ეს პრობლემა მოსაგვარებელი. ძალიან მაღლა კი არა, საერთოდ არ ვიცოდით ამის შესახებ, რომ რეალურად რო თქვა, იმიტომ რომ აი ადამიანებიც კი რო გატაცებულები რო იყვნენ პოლიტიკურ და როგორ უნდა ეკამათათ, ახლა თუ არავინ არ გეტყვის რომ ეგეთი ამბავი ხდება. გაზეთებში არ იწერებოდა. გაზეთებში არ იწერებოდა და ნუ ასე შემდეგ. ახლა ის თქვა მინანახე, მაგრამ ჩვენი თავი ჩვენთან გვეყუდნეს არის რომ უკვე შენ ეს ამბები მიდის და უკვე შენ თვითონ გიწევს აქ ძებნა. ცუდი იყო, კარგი იყო, შენ არამას არავინ არ გეკითხებოდა, რაც მოხდებოდა, ის მოხდებოდა, თუმცა მე ახლა ფილმები და რო ასაც ვკითხულობ, ღამეები არ ეძინათ, ახლა ესე იგი აქეთი კითხარეს, რომელი თითიედოთ იმაზე, ხო, კნობზე. ეხლა ჩვენთან ახე როგორ არის როგორც ამბობენ და აქამდე ხომ მიგვიწვდება ხელი, უფრო მეტად დაძაბული სიტუაცია, ვიდრე სოფლიოში, აი შე დუღილი ახსენე. დუღილს ჩვენ კი არ უყურებ შიგნით ვართ ქვაბში და მარტო ჩვენ კი არა ვართ მარტო მთელი მსოფლიო ერთად იმ ქვაბში და ერთად ვიხარშებით და ბუნებრივია აქ ვფიქრობთ გადარჩენის გზებზე მსოფლიოს ადამიანებს ეს ყოველთვის უდგათ ეს გადარჩენის გზა ესე მოდის აბელიდან და კაინიდან ესე არის აბა იმით არ არის ეს თქვა აი ამ პროცესში ჩვენ აი ხლა ეს მედიის ამოცანა და ჩვენი ინფორმირებისა ჩვენი ურთიერთობის ამოცანა არის როგორ ვცდილობთ ჩვენ ესე ვთქვათ გადარჩენას. აი როგორი ფილოსოფიით მიუდგებით. მე მგონია რომ აქ ჩვენთან საქართველოში ისევ იგივე ხდება, რაც მანამდე არის, როდესაც ქართველმა მაგალითად სოციალ-დემოკრატებმა მე ცუს და კარგს არ ვაუბრ, როდესაც გადარჩენა დაინახეს რომ პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთით, ანუ გლობალურ საკითხში დაინახეს, რომ როცა პროლეტარები შეერთდებიან, კომუნიზმი აშენდება და აი ჩვენ მაშინ ადამიანს მოვუტანთ. და სიმბოლური იყო ილიას როტყვია ეს როლის, ილია ამბობდა, რომ მივხედოთ აი ამ ჩვენ წილ ქვეყანას. უხეშათაც რომ ვილაპარაკოთ არის აი ამბობენ, რომ ქვეყნის მოწყობისთვის ცენტრალიზაცია არ ვარგა, ქვეყანაშიც კი უნდა იყოს ასე ვთქვათ დეცენტრალიზაცია ხო ესეა
ანუ ნახე ქვეყანაში თუ ეს არის დედამიწაც როგორ უნდა მივხედოთ ერთიანად გლობალურად უნდა გაიმარჯვოს რაღაცა თუ დეცენტრალიზებულად უნდა იყოს და კენიამ თავის თავზე უნდა უფრო მეტად დაინახოს კენიის პრობლემა არგენტინამ საქართველომ და ასე შემდეგ. აი ჩვენთან იგივე საკითხი დგას ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს პრობლემები, რო უყურებ ამერიკასაც პრობლემები აქვს, შვედეთსაც, გერმანიასაც ერთიანი პრობლემებია მეტაკლი. მე ხანდახან ჩვენ კიდე ნაკლები გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა უყურებ, მაგრამ გვაქვს ეს პრობლემა. თან ჩვენი ამბავია, რომ ჩვენ ცოტანი ვართ. სუსტი ქვეყანა ვართ, აი წარმოიდგინე, ტალღები არის, აისბერგებია, გემი მიდის და ამ გემზე გვაქვს უთანხმოება. ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მეორე ნაწილს უნდა რომ ეს გემი ჩაძიროს. ყოველ შემთხვევაში მეორე ნაწილი, აი როგორ უყურებენ, რომ მეორე ნაწილის მიმართ არის აშკარად ეს არის სერიოზულობა და მეორეა მედიის თემა. აი მედია აქ რამდენად იქცევა იმ ფუნქციით, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, მედიის დღე და ჟურნალისტიკა სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ადამიანები მანიპულირებენ იმ ცოდნით, რაც მათ აქვთ და მედია მათ არ აწოდით სწორ ინფორმაციას. ეს პრობლემა არის, ოღონდ არა მარტო აქ. მე შემიძლია ხო იმაში ხარ მუშაობ, რა სადღაც მე შემიძლია გითხრა უცხოეთთან კონტაქტი გვაქვს, მაგალითად ეს ამბები რომ მიდიოდა, არის ესე ხო ჩაგვაწერინე რაღაც ესეთი. აი პირდაპირ მე ვარ შენ თვალწინ. მოწმენდა გიორგი იცის ამის შესახებ, რომ ჩვენ საზოგადოებრივი თავისუფალი მედიიდან გვეკავშირდა, გონებდნენ ჩაგვაწერინე რა უცებ ამ მოვლენებს რაღაცა, მაგრამ თუ შეიძლება მასწავლებელი რომელიც არის საწინააღმდეგოდ განწყობილი ამ პოლიციელი ან რაღაც, იმიტომ ის თავიდან რასაკვირველია თუ ესევე მიცემ ისევე იქნება სიტყვის თავისუფლება. შეიძლება ვიღაცა მეორე მედია მოსულიყო, რომელიც პირიქით იტყოდა, რომ აბა მითხარი რომ მე ახლა დავგმო ქუჩაში გამოსულები, მაგრამ თავიდან და ის ჩვენ რომ მანამდე გვეგონა რომ ეხლა დასავლური მედია ესეთი იქნება, ესე იგი ქალწულებრივი თეთრი ბუმბულით და ფუმფულა და მოვა და ესე იგი ლაპარაკებს იქნება, არ არის ეგრე მარტივად. აი ჩვენ უყურებთ რომ მათთვის ესეთია, აქ ესეთია. ასე რომ ჩვენ ამ პრობლემებში გვაქვს. ეხლა მოკლეა თუ არა პერიოდი, მე გეტყვი ძალიან ცოტა პერიოდია, მაგრამ ძალიან ცოტა დრო არის გასული. საიდან აბელიდან და კაინიდან თუ საიდან ეს მე ბოლო 35 წელს თუ ავიღებ ძალიან ისტორიისთვის არაფერია. არ ვიწყებთ 35 წელს, ჩვენ ადამიანები ვიწყებთ ძალიან შორს დავიწყეთ ცხოვრება. ეს მაინც და მაინც ჩვენ მედიის დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბება. ახლა ჩვენ აი უცებ დავთვალოთ ხოლმე, უცებ ღიურიდან გვინდა რომ ამოვშალოთ ყველა ბრუსლები, ამოვხიოთ, წავშალოთ ცუდი ნიშნები და პირველი ხუთი ვიქდია ხოლმე და პირველი ხუთი ენა დავიწყოთ, მაგრამ იმ კვირის ბოლოს ისევ გაგიძახებს მასწავლებელი, შაბათს ისევ დაიბარებს შობელს და არ არის ეგრე მარტივი. მოკლედ არის პრობლემები და ნუ რაღაცნაირად მაინც უნდა შევინარჩუნოთ. მე ბევრი ვიფიქრე სხვადასხვა ეს პოდკასტის და ლაის სიტყვის თავისუფლება. ჩვენ სიტყვის თავისუფლება კი არა, აზროვნების თავისუფლება და ჩვენი პრობლემაა ქვეყანაში გონია რომ აზროვნების თავისუფლებას კარგად. სიტყვის თავისუფლებას რა უნდა? რაც გინდა წამოროშე ეს როშვის თავისუფლება. აი ფიქრი თუ მიაყოლე უკან ეგ არის და აი ცოტა მე მაშინებს ხოლმე ადამიანები არ ვიფიქრებ. აი მე რა რომ ეგეთ რაღაცები ხდება სოფლიოში, მე არ ვიფიქრებ. მე რა აგერ ამბები ხდება ესე არ ავდგები და ტრამპ შევაგინებ და ამი დავამთავრო სიტუაციას, ან ბაიდენ შევაგინებ, ან მაკრონ შევაგინებ. ესე არ გამოდის ჭადრაკის თაფაზე რო თამაშობ ხა მე შავებით რო თამაშობს ან თეთრები და იმის მხედარს რო შეაგინებ, ან იმის მეფეს რა ამერე. თამაში როგორ იცი ის თქვი თორე. არა, მე მახსოვს 80-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს მედიაში, ნელ-ნელა გაჩნდა თავისუფალი მედია და ზოგადად საზოგადოებაშიც შეხვედრების დროს, როდესაც ეს გარდაქმნა, საჯაროობა და ასე შემდეგ დაიწყო, გაცილებით ადვილი იყო გორბაჩოვის კრიტიკა, ვიდრე პატიაშვილის. საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ეს ახლოს იყო, აქ იყო და უფრო მეტად შეეძლო, ასე ვთქვათ, რაღაც ბერგეტების გამოყენება. ეხლა გორბაჩოვი არც წაიგითხავდა და არც მოისმენდა, ეხლა რას ამბობდა ვიღაც მასზე საქართველოს არ ტრამპი კითხულობს, მაგრამ მე ტრამპზე გამახსენდა, ეხლა ტრამპი რამდენიც კი დააკრიტიკო, რა მნიშვნელობა აქვს, ეხლა ტრამპი ამას ყურადღებას არ მიაქცევს. აი მედიასთან დაკავშირებით, ეხლა როდესაც ვასიკო საუბრობდა, მე უცბად წამომივიდა ეს ასოციაცია, რომ საქართველოში იყო კომუნისტური მედია, მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ ტელევიზიაშიც, გაზეთებშიც, 10-12 ადამიანი უნდა მიეღო უნივერსიტეტს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და გამოეშვა შესაბამისად ეს ადამიანები, ანუ საუნივერსიტეტო განათლებით იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ არა მხოლოდ თქვათ გაზეთ კომუნისტში ან სოფლის ცხოვრებაში ან თბილისში, არამედ ცხოროწყუში ან დაუშვათ ქარელში ან გურჯაანში.
რაიონულ გაზეთში რომ მუშაობდა. სერიოზული განათლება ჰქონდათ. მაშინდელი იდეოლოგიით იყო ყველაფერი, რასაკვირველია. და შემდგომ უცბად გაჩნდა თავისუფალი მედია და ეს ადამიანები ხა თავისუფალი მედია საიდანაც ხوار გაჩნდებოდა. ისევ ამ ადამიანებმა დააარსეს ეს გაზეთები. ზოგი მანამდე სხვადასხვა პარტიულ პრესაში მუშაობდა, ზოგი ტელევიზიაში, ზოგი იმ დროისთვის სწავლას ამთავრებდა უნივერსიტეტში და გაჩნდა ეს მედია და სხვათა შორის 90-იანი წლების პირველ ნახევარში და მთლიანად შეიძლება ითქვას 90-იან წლებში უფრო თავისუფალი იყო მედია, ვიდრე მერე, როდესაც პარტიული ვალდებულებებით და პარტიული ფულით შეიბოჭნენ და შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გართულდა ვითარება, როდესაც უკვე საერთაშორისო და გრანტებით შეიბოჭა მედია საშუალებები. ამიტომ ჩვენ გვაქვს ახლა ასეთი მდგომარეობა. მარტო საქართველოში კი არა, ჩავთვალოთ, რომ მთლიანად გულისხმობთ მთელ მსოფლიოში ასეთი ვითარება. არის ნასვენი მიწები, არის ყამირი და არის დაბეტონებული ტერიტორიები. აი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის მედია საშუალებები და ის ჟურნალისტები, რომლებიც ხშირად თავისუფლებით ყელყელაობენ, სინამდვილეში არიან დაბეტონებული ჟურნალისტიკის წარმომადგენლები. იქ გამოსწორება შეუძლებელი ხდება, იმიტომ რომ ეს არის მათი ტვირთიც, ის რაც ფინანსების სახით ჯილდოდ ჰქონდათ მიღებული რეალურად პროფესიული თვალსაზრისით ისეთი დეფორმაცია განიცადეს, რომ ეს გახდა მათთვის სასჯელიც და დღეს უკვე ამ სასჯელისგან თავის ასარიდებლად სწორედ ამიტომ ებრძვიან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მათგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ. იმიტომ რომ მათში ხედავენ და ეს ადამიანები მხოლოდ თქვათ კოლეგები, ოპონენტები და ასე შემდეგ ისინი კი არ არის, ფართო საზოგადოებაა. მას განიხილავენ როგორც მათ მსაჯულს და მათ განმსჯელს და მათ დამსჯელს. და ამიტომ აღიქვამენ როგორც საფრთხეს ამ საზოგადოებას და ეს სინამდვილეში საშიში პროცესია. მთელ მსოფლიოში ასეა. ბოდიში ვასიკო 4 წლის წინ ჩვენ დავინახეთ კატასტროფული მდგომარეობა საერთაშორისო მედიაში. აი რაც დიდი მედია და მედიის თავისუფლების და დემოკრატიის ცვლილები და ასე შემდეგ, რაც წარმოგვედგინა მსოფლიო მასშტაბის მედია საშუალებები. აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად მიკერძოებული იყვნენ ის საშუალებები, რაც თითქმის ყველასთვის არის გახსნილი, დაუშვათ სოციალური ქსელები და ინტერნეტი, კონკრეტული ადამიანებისთვის აბსოლუტურად ჩაიკეტა დღევანდელ პრეზიდენტს გულისხმობ ტრამპს და წინა 4 წლით ადრე კიდე, ანუ 8 წლით ადრე, ანალოგიური ვითარება ისე ამოვარდა ზემოთ და ისე აი რაღაცა თითქოს ამოიფრქვა ლავასავით, რომ შეიძლება მთლიანად მედიას სივრცე და გონიერება დაეწვა ამას. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მედია საშუალებები გადაიქცა რაღაცა ცეცხლის מחვილებად. და ნებისმიერი მიმართულებით ნებისმიერ აი სოციალურ ჯგუფებს ანადგურებდნენ, ამ მთლიანად გადაყავდათ ისინი, ვითომ არც არსებობდნენ. სადღაც ამოაფარებდნენ და არანაირი აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ ადამიანებს და ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ვიყავით არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოში. როდესაც გაჩნდა სოციალური ქსელები და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ადამიანების მორალურად განადგურებას, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი არ გამოჩენილი იყვნენ და მათ ხმა არ ამოეღოთ. მე მაგალითად მქონდა ასეთი შემთხვევა, ამას ხშირად ვიხსენებ ხოლმე და მართლაც საინტერესო ამბავია. საკონსტიტუციო განხილვები 2017-18 წელი ხო ყველას გახსოვს. ნუ თემა არის როგორი კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რაღაც მოსაზრებები ამ მსჯელობა, დისკუსია და ასე შემდეგ. კანონით რო სავალდებულოა, რომ ეხა ერთთვიანი დისკუსიები უნდა გაიმართოს და ეს გაიმართა ეს შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობასთან, თბილისში, ტელევიზიებში, მაგრამ ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკოსები. და მე მაშინ ობიექტივში ვიყავი და ვიფიქრე, რომ ხო შეიძლება რომ ერთი იურისტი, კვალიფიციური სპეციალისტი რომელსაც უმუშავია საკონსტიტუციო სასამართლოში, უმუშავია კონსტიტუციაზე, მოვიდეს, დაჯდეს და ილაპარაკოს, აქ რა არის, როგორ უნდა შეიცვალოს, რა მიმართება ექნება ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სხვა კანონებზე, ორგანულზე თუ ისე კანონქვემდებარე აქტებზე, ეს როგორ აისახება შემდგომ მთლიანად სახელმწიფო მოწყობაზე და სისტემაზე. და მე ვთხოვე სტუდიაში მობრძანება ბატონ ჯონი ხეცურიანს, რომელიც მანამდე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უფრო ადრე იუსტიციის მინისტრი, ეს შევარდნაძის დროსაც და პირველი დამოუკიდებელ საქართველოში იუსტიციის მინისტრი ზვიად გამსახურდიას დროს. და თავშეკავებულად შეხვდა ჩემს ამ შეთავაზებას, მაგრამ შემდგომ დამთანხმდა მოსულიყო
და სტუდიაში ესაუბრა, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია ბატონ ჯონის და მე დიდი მადლობა მინდა გადავხადო ეხლაც რომ ის დამთავრდა და 2 გადაცემა გავაკეთეთ, ერთი ხუთშაბათი და მომდევნო ხუთშაბათი. და მე ვფიქრობ რომ მისმა ნაუბარმა უფრო მეტი გავლენა მოახდინა იმ მაყურებელზე და მსმენელზე, ვინც მას მოусმინა, რადგან კვალიფიციურად და კომპეტენტურად საუბრობდა, რატომ იყო საჭირო ის საკონსტიტუციო ცვლილებები და რა გავლენას მოახდენდა შემდგომ ქვეყნის ცხოვრებაზე. ეხლა ეს მაგალითი იცით რატომ მოვიყვანე? რომ ძალიან ბევრი ადამიანი, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, თავისი დარგის პროფესიონალი თავს არიდებს საზოგადოებრივად აქტუალურ თემებს და საუბარს. და თავს არიდებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ ამას მოჭრიან ამ ფრაგმენტებს, გაიტანენ სოციალურ ქსელებში, ვიღაცა დაუწყებს დაცინვას, ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. ამ ადამიანს აქვს თავისი პროფესიული რეპუტაცია, თავისი დარგში ავტორიტეტი აქვს და ეხლა ვიღაცა რომ დაუწყებს უბრალოდ ლანცვას არ უნდა. მე ამას კი არ ვამართლებ, ან კი არ ვამტყუნებ, უბრალოდ ვლაპარაკობ, რომ ჩვენთვის მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ სწორედ ასეთ ადამიანებს, დარგის პროფესიონალებს, წარმატებულ ადამიანებს თხოვოთ მოსაზრება, მაგრამ აუცილებელი არ არის რომ მათი თვალსაზრისი ჩვენსას ემთხვეოდეს და თუ ჩვენსას არ ემთხვევა, აუცილებლად არის ცუდი. და რაზეც თქვენ საუბრობდით, ასიკო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვისწავლეთ დისკუსია, ვერ ვისწავლეთ მოსმენა და მაგალითები რომ მოყავთ ხოლმე გერმანიაში არჩევნების დასრულებისთანავე პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მოგებულებიც და წაგებულებიც, ვინც გავიდა ბუნდესტაგში და ვინც არ გავიდა, ისინიც დასწრენ ერთ სტუდიაში და საუბრობდნენ იმ არჩევნების შედეგებზე. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში დამთავრდა არჩევნები, კენჭისყრა, გავიგეთ მონაცემები, დაუშვათ საპარლამენტო იქნება თუ პრეზიდენტის არჩევნები, წარსულში როგორც იყო ხოლმე და შემდგომ დასკდნენ იგივე თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და საქართველოსთვის რა არის მნიშვნელოვანი, როგორ არის, რა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე და რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე მშვიდად და წყნარად ისაუბრონ. ამიტომაც პოლიტიკოსები გაითიშნენ, მედია საშუალებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ეს ყველაფერი გადავიდა საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის, რომ აბსოლუტურად პოლარიზებულია გარემო პირდაპირ. ეხლა ჩვენ წყოს ერაკლემასავით არ მოვიქცეთ, რაც არ უნდა რომ სხვას რო ვამობთ რომ ეშენიათო და მე გეტყვი, პირდაპირ დავარქვა სახელი ეშენიათ და ადამიანი ეგრეა მოწყობილი ეხლა, იმიტომ კი არ არიდებს ის თავს, არ უნდა უბრალოდ იმ ლანზღვაგინების ატანა ყველას არა. აი ჩვენ რა ხდება საზოგადოება უწყობილი ხსე. პირველ რიგში ეს მე რასაც უყურებ აქ და დიდი გამოცდილება შევიძინე საწავი იყო იმის არ იყოს გურულის არ იყოს მუხას მოთხრისო მაგრამ ეწე იყოს არის რა თქმა უნდა ეს გამოცდილება მაგრამ პირველად მეგონა რომ ეს შემთხვევითი ამბავი იყო შემდეგ დავინახე რომ ამას ეს რეალურად დავინახე და ფაქტებით და ყველაფერს ხო არ იტყვი იმიტომ კი რაც ათქველიც არ არის უნდა ახსნა ნახე რა ხდება პირველია რომ ველი უნდა მოასუფთავო ამიტომ ეხლა აგერ არც უკვე გაიხსნა ჯერ ასე თქვეს რომ ეს დაფინანსებული ყოფილა მთელი ეს ქსელი და მთელი ამბავი ხო დილით ხეშათ რომ მცირე უტრირებას ვთქვი დილით ეგვიძებს ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც აქვს მითითება რომ ეს იდეა უნდა მოსპოს და ეს ადამიანი უნდა მოსპოს ხაბე შეიძლება გამკვირვებია ხოლმე რომ აქეთ მხარეს არა ორგანიზება როგორ უნდა იყოს ახლა აქეთ ორგანიზება დილით ახლა გიორგის რაღაცას უწერენ ანადგურავენ ახლა მე თემა ვიცი არ ვიცი რაღაცა დაწერა თქვა ამან ან შენ ან ვიღაცამ რაღაც აზრი გამოთქვა რა აი რაღაცა თქვა აქ ვიდის უცებ უყურებ რომ მიდის ადამიანის მოსპობა ისტორიული ვითარება რაღაცა ადამიანები ჩვევიან და არიან გამონთავისუფლებული ადამიანები ეს Facebook-ი ამ თამაში და ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნის თუ მეგობრობის ახსნით იქცა პოლიტიკური არაღათ ახლა Twitter-ი ეგრე იქცა ეს ჩვეულებრივი მედიაა იმას ჭამე ხო მე ეს გადადის და ჟურნალისტები და მედია კიდე იქცა არა იმათ რომ იმანეს თქვა და ამან აზრი მიიტანოს არამედ პირიქით ეს როგორ თქვი ფაქტიურად ესეც ეს შენ როგორ თქვი ეგეთი ვითარებაა და სიტყვის თავისუფლების სიტყვის აკრძალვის აი მოდი ნახე საინტერესო ამბავს გეტყვი მე მომიწია ყოფდა და ჩვენ ერთად მუშაობდით ახლა ერეკლეზე. კი ბატონო შეიძლება რაღაც რეფლექსია იყო რომ უცებ საქართველოში ესე ცხოვრობდნენ საქართველოში რომ ერეკლე მეფე ახლა ყოველდღიურად ახლა დილით შეიძლება ერეკლეს ადრეძლოთი არ ეწყებდნენ მაგრამ და რაღაცაერად იყო როგორც ახლა წინაპარი მეფე იყო და საერთოდ ახლა ცოტა მანიაკალურად თუ არა ხარ ახლა წამდაუწում მე-18 და მე-12 საუკუნეზეც როცა ისტორიას არ კითხულობ არ უნდა იყო. უცებ ატყდა ეპიდემია ჩვენი მეფეების გინების. და საინტერესო ამბავს გეტყვით ახლა მეგობრებდი. იქ ვერ ნახავ რომ შენ ამაში ისტორიკოსები მონაწილეობენ.
ამასთან დაახლოებით. მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ ჟურნალისტიდან დაწყებული მწერალი გინდა ის გინდა მე რო გითხარით დასაწყისში არ ვიცი უსმენდით რომ ოსმალების იყო ისიც იქ მონაწილეობდნენ ამ ამბავში მე უყურებდი ამაში როგორ თანდათან ერთვებოდნენ მე ვფიქრობ უყურებდი იმასაც რომ როგორ დისტანცირებდა ზოგიერთი მაგრამ მე ემანდო არ ჩავმერთვდა თვითონაც იძულებული იყო და ხო რაღაცა უნდა ეთქვათ და ნუ ეხლა რაღაცა თქვათ ესე იგი აბრალებდნენ რაღაცერდა და მე გეტყვი ჩვენ მე ვაკეთებთ ფილმს ერეკლეზე. ნუ ვაკეთებთ ფილმს ახლა, ცუდია, კარგია. და მე ისტორიკოს თხოვე. და მითხეს რომ შენი ჭირიმეო გიორგო რაო რას ლაპარაკობო მეო ერეკლეო, მაგრამ არ გამრიო მაგამ ბავშიო. აი ნახე რა საინტერესო ერეკლეს დავინახე. ერეკლეს არ ჯერდება ჩვენ დაცვა ბოლო-ბოლო ჩვენ მოვიჭრეთ თავს ახლა მაგი არაფერი არ არის ხო? მაგრამ ნახე რა მოხდა, ესე იგი იქ დავით რაღაცების მიხვედრა დავიწყე. ხედავ რომ თუ ამ გარშემო ადამიანები განალაგე მეზარბაზნები კი არ ყოლია მარტო ერეკლეს ესე იგი ეს არა დამცველი აღარ ყოლია აი გარი ტრაგედია ეხლა მომივიდა მეზარბაზნები არ ყოლიაო მაშინ მეზარბაზნები არ ყავდა და ეხლა უცებ აღმოჩნდა რომ ჩვენ უარი განვაცხადეთ დაცვაზე იმიტომ რომ შეგვეშინდა და იქ ვიძახით იმასო ჯარიო ბოლომდე რატო არ მიეხმარა იქიდან ის არ ჩამოვიდა და რაღაცას თეორეტიკოსობდა მაგრამ ეს ამბავი შეიქმნა. მეტიც დისკუსიაც კი ველი წაიშალა. რომ მოდი იქნება გავარჩიოთ, იქნება ეგეთი სიტუაცია ვთქვათ, რაღაცა იყო, არა. ეხლა ნახე რა უნდა იყოს საზოგადოება მაუწყებელზე დაждდენოდა, კი ბატონო, ერთი არხია და თეორიულად ვახდებოდეთ. ტყუილი არავითარი ეგეთ შეთანხმება არ არის, იმიტომ რომ საზოგადოებრივი არხის წინააღმდეგ მე ამას სრული პასუხისმგებლობა გეუბნები. ბრძოლა მიდის არა იმის გამო, რომ ის არის პროპაგანდის, არა, იმიტომ რომ ის არ არის პროპაგანდის. კი, ეს ამას პირდაპირ ახლა მე ჩვენ ამაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ აქამდე ცოტა კომპლექსით ვიყავით და თანამშრომლები და არა, იმის იმიტომ მიდის მიზანმიმართული განადგურება მიდის, ამისი არ უნდათ. ხელში თუ კი ვერ ჩაიგდებენ, შეგნიათ რომ საერთოდ არ არის. არა, ეს უნდა მოიწpos ეს ველი, იმიტომ რომ ეს თუ იმას არ ლაპარაკობს, რაც მე მინდა, ეს უნდა მოიწpos და ეხლა აქ ამ შემთხვევაში შეტევის უპირატესობა ქონდა ერთხარეს გასაგებია, ნუ დავარქვათ ლიბერალურ. მე ლიბერალურს ესე არ ვეძახი და შეიძლება ვერ ვერკვევ ლიბერალი მეგონა მაინც კეთილი ადამიანი, სიკეთესთან უფრო იყო ასოცირებული. ადამიანის მოყვარული. აი სამიანზე, სამნახევარზე რო იცოდი და 4-იანს რო დაგიწერდა, აი ლიბერალურად წერს დიშას, უხეშად რო ვილაპარაკოთ და ახლა აგერ ყავს რო გაგაძრობს, ახლა არაფერს გამო რო არ მეკუთვნის, ეხლა არ მეკუთვნის, მაგრამ ნახე აი ეს მიდის, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზებული და მე ერთი ერეკლეზე და უამრავ მაგალითი შემიძლია გამოცადო, რომელზეც ადამიანებს უყურებდი წარმოდგენა რო არ ქონდათ. აი წარმოდგენა რო არ ქონდათ. აი ნუ სად ერეკლეო და სად ისა ტრავაის გაჩერებაო. ხო ესეთი ადამიანებმაც კი თავის ვალად ჩათვალეს და აგერგზდა ამ ნიადაგზე და იყო ეს ლაძღვაგირება და ეს სხვა სფეროში, იმიტომ რომ დილადრიან იღვიწებ და იწყება ქსელი. მე ეს თემა დაბრალება ნახე რუსეთი ცუდია, ნახე სქემა უნდა დაუკვირდო. რუსეთი ცუდია, მე რა არის? ტერიტორიები წაგართვა, რა თვით ახლა მე მაგის ახსნა, შერადგინა მის ახსნა და საერთოდ ახლა უხერხულიც არა, ხო, ომში ვიყავი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ცუდი უნდა დაგაბრალო და მიდი ახლა იმართლე თავი. და პირველად ფიქრობდი რომ ადამიანს წამოწდა, არა, უცებ აღმოჩნდა რომ ეს დაფინანსებულია ყველაფერთან ერთად. და 100 ადამიანი რო გეუბნება 101 იჯერებს. და მე რასაც უყურებ ეგეთია რომ 100-დან 10 ადამიანი ვთქვათ დააფინანსე და მე 10 საიყულიებდა მე დანარჩენ 10 ისე ჩაიცვავს. ამას შევეკითხებოდი სქემას. ეხლა ასე ხო ვერ ფიქრობ ჩვეულებრივად, თითქოს გამოცდილება მქონდა, მაგრამ ასე ვერ ფიქრობ რომ ეხლა ამ სქემას ესე და აი ესეთ კაბას და იმას რატო იცვავთ თქო, ვეკითხებოდი ჩემ მეგობრებს და აი რაღაც არა, მოდა ხან არის მოკლე კაბაბოდაში, ხან არის გძელი და შენ რო უყურებთ ახლა და გეცინება 70-იანი წლების იმაზე. კი გეცინება, მაგრამ მაშინ ხო არ გვეცინებოდა. ახლა როგორ იყო იცი? შენ გეჩვენება რომ კაცო ყველა თუ აგინებს ახლა ბატიებს ერეკლეს სული, მაგრამ ერეკლეს თუ აგინებს მე მად არ აღმოჩნდა ახლა. გოიმი და ყველა ადამიანი არ არის არც განათლებით, არც მდგრადობით და ამაზე უამრავი ფსიქოლოგიური ცდებია ჩატარებული. როგორ უჭირთ ადამიანებს საერთო იმიდან გამორჩევა. დამომბე რომ იცი მე ესე მოვიქცევი რომ არ გამოვჩდე. როცა 10 ბავშვი ამბობს ეს ექსპერიმენტი ჩატარებულია. მე-11-ს ამბობს რომ ეს ფიგურა არის შავი, იმიტომ რომ მიუხედავად ხედავს რომ თეთრია. შენ კლასში თუ ყველამ ჩაიცვა, თქვათ რა ვიცი რაღაცა. შლაქსებს ამობენ შეცუნა ტელეფონი თუ აქ ტელეფონი შენ ხო შეცუნა ეს ჩაიცვა ამიტომ თუ ესეთი არის ეგეთია თუ მაგრამ ახლა ნახე
დამით ხდება მანიპულირება. ეს ხო არ არის მარტო ტანის ამოს, თუმცა ყველაფერზეა გავლენა და ეხლა აგერ არის. მე მართალია ვხედავ, რომ ამ პაიგის წინ წასვლა არ შეიძლება. მაგრამ რომ მეუნებიან, რომ წინწადი და ვეღარ უძლებ და უნდა წავიდე წინ. მართალია მე უყურებ რაც ხდება, აი თქვა, ნორმალური ადამიანი თუ ხარ, ნორმალური ადამიანი, უკრაინაში და დედამიწაზე თუ ხარ, ადამიანები ხო ყველა შევთანხმდით, რომ კანიბალიზმი ცუდია, იმიტომ რომ ადამიანები ალბათ უფრო აღმატებულები ადამიანები ამბობენ, რომ საერთოდ ვეგანები უნდა ვიყოთო და ისიც კი არ შევჭამოთ ცხოველი, მაგრამ ადამიანი რომ სოლიდარობა უნდა არსებობდეს, ეს ადამიანში ხო გვიზის ქვეცდობიერად ხო გიყვარდეს მოყვას შენ. ამიტომ ხა მაგით თავმოწოდებაც არ უნდა, რომ ხა უკრაინაც არის და გვინეაშიც და ადამიანები ვართ, სოლი ერთი ვართ, ერთი არსებები ვართ, მაგრამ უყურებთ რა ტრაგედიაც ტრიალებს, აი ეს პრაგმატულად იყო და იმის მაგალითად იქ გაჩერდეს აი ესეთი თავგანწირული სიტუაცია. აი მე რაც მაშფოთებს და მაშინებს და აქაც მithქვია პოდკასტის დროსაც. მაშინებს ერთი სიტუაცია მე არავინ არ წამოყვანს აწვევში. ხო, მაგრამ იმ ახალგაზრდებისთვის მაშინებს ეს გულანთებული რო არიან ეს არის და ამ ქვეყანა რო ჩვენც უნდა იქ გინდა თუ არა შევეტენოთ და მეტიც თავარი აქტორები დედამიწის. აი ნახე, აი მოცემულობა. დედამიწის თავარი აქტორები. სამართლიანია თქვა, ამას არ ვამბობ და არც არავის არ უთქვია. არც ჰეროდოტეს არ უთქვია, დედამიწა სამართლიანად არის მოწყობილი. ეს ვიღაცებს გონიათ და ატყუებენ, რომ ჩვენ თუ სადღაც წავალ და დავამტკიცებ სასამართლოს, არაფერი. აგერ ერთი ხაგის სასამართლო იყო და გადაიხია თავზე, იმასაც ის მოსამართლეც გამოაცხადეს. ახლა იმას თავმოყარება რო ქონდეს, წავიდეს უნდა სადღაც დაიკარგოს, ხო? ის განაჩენები გამოუტანეს, ვკითხულობდი, აგერ არაურჩევია ჯერ კაცლერად და მიწერა ნათარი იყო, ჩამოდი არ დაგიჭერტო. მოკლედ, არაფერი არის საერთაშორისო, არ არსებობს. ხო სწორია? ახლა აი ამ ვითარებაში ვართ. აი ეს უბედურება ტრიალებს და ესენი ამბობენ, რომ უკრაინაშიო რაც მოხდა და რაც ხდება, ეს არის უბედურება უნდა გავაჩეროთ. და ვატყობთ, რომ კაი არა, ესე იგი, საუკეთესო შემთხვევაც კი კარგი არ იქნება. მაგრამ უარესი უარესსა და კიდევ უფრო უარეს შორის ხდება იქ რაღაც არჩევნები. ამას ხო უყურებთ 2x2 4 ხო ამდენი ეს მისაწვდომია მართლა კარების დრო ხო არ არის ჩაკეტილი რო იყო აი უყურებთ ამას რეაქცია არის მაინც განსხვავებული ამ ვითარებაში რომ დღემდე გამოდიან ადამიანები და მე უყურებ ხა ზოგიერთს ვიცნობ და ზოგიერთს არ ვიცნობ და ნუ უშვება რა ვისაც ვიცნობ მანდ არის სერიოზული სიტუაცია მაპატიოს ამ სიტყვა მაგრამ არსებობს ეს სიტყვა და ლიტერატურული სიტყვა რეგვენი აი რეგვენი არის ზოგი უბრალოდ სირეგნე შეუწონარი ხო ამას ამტკიცებს და მეორე ნაწილი როდესაც ახლა იმიტომ კი არა კარგი და ცუდი არ არსებობს როცა მაკრონი ტრამპი და სოფლიოს ზეპურნი რა ვიც არის სოფლიოს ბეც ვიც განაგებ ჩვენ ხო არ განვაგებთ ახლა და შეერთებაც თუ გინდა სულ 18 ურტყათ თავში ისინი ამობენ რომ ესე უნდა მოხდეს აქ დგანან და უყურებთ უკრაინა როგორ იმარჯვებს აი ამას უყურებ და ტელევიზია ამას უწყობს ხელს და ეს ტელევიზია ეს იმის სინდისია და იმის სისხლი იმის იქნება როცა ადამიანებს არ წოვნებს რომ იცი რა აი ჩვენ ახლა მე მოვიყვანე ეს ექსპერტი მე ეს ხო მეორე უბედურებად იქცა ეგ სიტუაცია და ის მაინც თქვი შედალოცულო რომ არ ვიცი არაფერი ან რაღაცა შემეშალა ან არ ვიცოდი ან რაღაცა პურის ფულისთვის მინდოდა ეს პელაპარაკა ან რაღაცისთვის ან და იგივე სიტუაცია გრძელდება რომ როგორმე აი ეს ამბავი მოხდეს და რაც თავარია უცებ უყურებ და როგორ ტრიალდება სოფლიოში მედია გუშინ სხვა რამეს ამტკიცებდა დღეს სხვა რამეს ამტკიცებდა იგივე Wall Street Journal და New York Times-ი და Washington Post-ი აბსოლუტურად სხვა Newsweek-ის აბსოლუტურად სხვა ტექსტებს თავაზობენ იმიტომ კი არა რომ ჯერ ერთი ცოტა კიდეც უნდა შეგეშინდეს სოფლიო ბოლონებში ასე კი ჩვენ ვართ რომ მივდივართ გემით მოდის აისბერგი და ვიღაცა ჩემს პატივცემულ ექსპერტს ახლა გვარც არ დავასახელებთ ეგ 1 და 2 და 3 და 4 კი არ არის 10-ია ამოს ხა მე დავდგები გემის წინ და შევაგინებ ამ აისბერგს აი მაგრად შევაგინებ ვეტყვი რომ შენახარ ბრიყვი შენახარ რაღაცა ჭირს უბედურება და რა მოხდება მე აქედა ამ დროს მე რა ხშირად ვფიქრობ ხოლმე ან ოჯახი არა ყავს ან ის არა ყავს აქ ხო ამ გემზე ბავშვები არიან ქვეყანა არის ესე რომ ეცხოვრა დიმიტრი თავდადებულს აი ისტორია რო გვიდა შეფასება ხო დიმიტრი თავდადებულს უწერია რომ აბადია თავად რომ 5 ცოლიც ყავდა თუ მეტი არა სიმდიდრეც ყავდა ანუ ესეთ კი არ იყო დაცხოვრები ყველანაირი ცხოვრება ქონდა ნანახი სიმდიდრე ქონდა რომ გახსნეს მონღოლებმა გადაერიანოს ყოფილ მაგრამ ბაღდადი აიღო ქართველები მონღოლები ჯარში მან
მთელი ამბავი იქით აქედა რო დადგა ქვეყანა რისკი რო დადგა და ვაგარი ვაშკაცი იყო ახლა ჩვენ ახლა ვაშკაცობა ისეთი ხალხი მოგდგა ხარ ისეთი ხალხიდებს ახლა ვაშკაცობაზე თავს და ომი გვინდა და ამაზე შვებიან რომ ეს თვალწინ არ მქონდა ესე იგი მართლა ბუჩქი და იმის ქვეშ არ ხოდა დატოვებული ესე იგი მაგრამ ამიტომ ერეკლე ახლა მაგათვის რა არის და დიმიტრი თავდებულიც არ იყო ახლა შევჩინეული მაგ ამბავში და ამას რომ 27 წლის კაცი იყო ეს ცხოვრება სიზმარივით წარმავალიაო და მე ახლა ჩემი გამოვაკ და დაიღვაროსო ეს ამბავი და წავიდა და დადო თავი. ახლა დღევანდელი კუთხით რო შევხედოთ, ილაჩრა ხო ეგეთი სიტუაცია. არა, უნდა ეკვეთა გმირულად და ეცუნაკდა და შეიძლება რა მეკითხებოდი არა, დავით აღმაშენებელი რომ აი შეიძლება დიმიტრი თავდებულს ეს ვარ გაეკეთებინა. დღეს ჩვენ ეს ამბები საერთოდ ახლა ჩვენ არ გველაპარაკა. შეიძლება ესეთ. ამას ვაუბრობ. ჩვენ აი ეს თემა მედიას დემონო ჩვენ პირველი უნდა დავიწყოთ აზროვნება და უნდა აზროვნების სოლიდარობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს აგზნება არ ხდება ამ ადამიანს. ეხლა ბერაცაც უყურე პირდაპირ თქვენს არ ვიცოდი. აქამდე მეგონა რომ მარტო იყო რეგიონების პრობლემა. ეხლა დავინახე რომ დაფინანსების პრობლემაც ყოფილა. კი მქონდა ამაზე წარმოდგენა, მაგრამ ნუ ესე არ მქონდა წარმოდგენა. ეხლა ამხელა ამბავი 6000 ჟურნალისტი 27 მსოფლიოში, აქ მილიონები შემოდიოდა, აქ რაღაცები ხდებოდა. ეგ ცალკე საკვლევი თემებია. ხოდა ეხლა ეგ ძალიან რთულია თემა ეხლა შენ მოხვედი ეხლა რაღაცა გაგაღებული ჯვარი წერია შენ და შენ მაგრამ ეხლა მე რაღაცას ვამტკიცებ რომ ვაშლი ვარდება და მე ესე როგორ დაგიმტკიცებ შენ თქო წინასწარ ფული გაგაღებული რომ არა თუ არა იზიდავს ვაშს და ანდა ეგეთია ხო აი ეგ პრობლემა გვაქვს ჩვენ და მედიის პრობლემაც არის ესა ხო ეგ სისტემური თუმცა გაუნათლებლობა ხელს არ უშლის ამას გაუნათლებელი ადამიანი უფრო ლაღად ადამიანმა თუ საერთოდ არის ის ფიზიკა ნიუტონის კანონის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ ვერც პირველ კანონს დაუმტკიცებ ვერც მესამეს და საერთოდ ვინ არის ნიუტონი საერთოდ დაიმტკიცებს რომ არავინაც არ არის ნიუტონი იყო რუსეთის აგენტი კი ბატონო რას ვარდებოდა ის ვაშლი რას ვაშლებოდა ის ვაშლი თუ რუსეთის აგენტი არის ეს თემა რაზეც ვასიკო საუბრობდა რამდენიმე ნაწილად შეიძლება რომ დაიშალოს და როგორ ერთი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენ მოსაზრებას რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას და იმ ნაწილს იმ ადამიანთა ჯგუფებს რომლებმაც ვერ შეძლეს მისი ხელში ჩაგდება ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებელი ნუ დღეს ჩვენ ვხედავთ მედიას როგორ არის ერთი მხარე მეორე მხარე საზოგადოებრივი მაუწყებელი შუაში კი არ დგას საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას მაღლა და აი ეს უკვე აღარ მოწონთ, იმიტომ რომ თუ მათ ინტერესების გამტარებელი არ იქნება, მაშინ ჯობია საერთოდ არ იყოს. მაგრამ თავის დროზე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ ხო გვახსოვს ახლა 20 წლის წინ რა პროცესები ვითარდებოდა, მათთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი საინტერესო იყო და მისაღები იყო, როგორც მათი ინსტრუმენტი საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად. და დღეს რა კი ამას ვეღარ ახერხებენ ის და თავიანთი დაფინანსებული მედია საშუალებები აღარ ყოფნის ამას და ხალხი ცოტა გამოფხიზლდა და მიხვდა უკვე რომ რაღაცა ის არ არის ისე მაინც და მაინც როგორც ისინი ფიქრობენ და აწვდიან ინფორმაციას ამის შემდგომ სამიზნე გახდა აი ბოლო რამდენიმე წელიწადია მე ვხედავ როგორი აქტიური სამიზნეა საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე კონკრეტულად აი დავუშვათ სამეურვეო საბჭოზე, მენეჯმენტზე კი არა, კონკრეტულ ჟურნალისტებზე, კონკრეტულ წამყვანებზე მიდის თავდასხმა, რომ ისინი რამენაირად მორალურად გატეხონ და ჩამოაშორონ ეს გამბედაობა, რაც ჭირდება ეთერში ჯდომას, მუშაობას და რესპონდენტთან საუბარს და ამას მართლა გამბედაობა ჭირდება. ხა ვისაც უმუშავია ტელევიზიაში, ყველა მიცის, რომ ხანდახან შეიძლება წამყვანი ახალი დაწყებული როცა აქვს მუშაობა, ჭირისოფში გაიწურო, სანამ ბოლომდე მიიყვანს ამ გადაცემას. არ არის ასე ადვილი პირდაპირ ეთერში მუშაობა, მით უმეტეს ამხელა ტელევიზიაში, ხო? და ისინი ცდილობენ კიდევ კარგი და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მაუწყებელში არც ჟურნალისტებს, არც წამყვანებს, არც მენეჯმენტს და არც საბჭოში არ აგვაქვს ახლა იმისი პრობლემა, რომ ვიღაცას ადვილად თავი დავაჩაგრინოთ და ადვილად ასე ვთქვათ გადაგვიარონ. მაგრამ ერთი საკითხია კიდე ამ მედიასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოსთან თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ფორმულაში ჯდება, რომ აი რაღაცნაირად ამას ამოხსნა ჭირდება. ბაკურიაში ჩატარდა ამხელა ფესტივალი. ეს ხო არ იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ფესტივალი. ეს ხო პარტიული ფესტივალი ხო არ იყო. პარტიული ფიგურები ხო არ სრიალებდნენ იქ პარტიის ოლიმპიადას ვამბობ, ხო? წარმოვიდგინეთ 1000-მდე სპორტსმენი, 2000-ზე მეტი სტუმარი, 49 ქვეყნიდან.
ჩამოვიდნენ. ჩატარდა ამხელა ოლიმპიადა. და ამ ეგრეთ წოდებულ მედია საშუალებებში, ეგრეთ წოდებულს უწოდებდა, ვისაც უნდა დაუმტკიცებ, რატო არიან ეგრეთ წოდებულები. ხო? ერთი სიტყვით არ თქმულა ამის თაობაზე არაფერი. როგორ კაცო არ მოხდა ესა? არ იყო მათი მაყურებლისთვის, მათი მსმენელისთვის, მათი მკითხველისთვის ეს როგორ შეიძლება საინტერესო არ ყოფილიყო. აქ ხო ლაპარაკი არ არის რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მიმართ კეთილგანწყობაზე და დამოკიდებულებაზე და ეხლა ამ ვითარებაში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მედია რას აკეთებს და სად არის განათლება და სად არის მიუკერძოებლობა და სად არის ისტორიის მიმართ წარსულისადმი გრძნობა პატივი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ იქნება თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. იქ სადაც მოდის დიდი ფინანსები, იქ საერთოდ არაფერი აღარ რჩება. მე ვერ წარმომიდგენი ახლა ადამიანებმა რომლებიც იგივე თქვათ მეფე ერეკლეზე საუბრობდნენ ან ჩვენს მეფეებზე საუბრობენ დავით აღმაშენებლის შთამომავლებზე გიორგი ბრწყინვალეზე თამარ მეფეზე რაღაცა საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა და საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაც კი არ ვლაპარაკობ მე თვითონ წარმოუდგენელია რომ არ გქონდეთ გააზრებული რას ამბობენ და რამდენად მიუღებელია თუნდაც მათი წარსულში მიღებული ცოდნისგან გამომდინარე ის აზრი, რასაც საზოგადოებას თავაზობენ. ეს რა არის პროვოცირება, უფრო მეტად გამღიზიანებლები არიან ამ საზოგადოების. ეს ხო წარმოუდგენელია, ხა არიან ადამიანები ისეთებისგან წავიკითხე ერეკლე მეფეზე, ერთ ჭრილობად რო არღის ერეკლე მეფის. და ამ დროს 78 ქონდა კაცო, ამდენი ომი გადაიტანა. თავის ქვეყანაზე და ერზე რომ არ ეფიქრა ამ ადამიანს ამ ცხენზე რო იჯდა ეს მოხუცი კაცი და ხმალს იქნევდა, რისთვის იქნევდა? ბუნდო ეს კი არ არის. ეს ახლა შეიძლება იყო მაგალითად ძალიან საინტერესო კამათი იყო ადრე ახლა ჟურნალი გამოდიოდა ეს გამოდიოდა გიორგი ცაკაცეზე კამათობდნენ და ძალიან საინტერესო იყო. ეს კი ბატონო ერეკლეზე შეიძლება არა კამათი შეიძლება შეურაცხყოფ არ შეიძლება თქვა ამას რაც არის შემზარავი აი ამ სიტყვას ვიხმარ შემზარავი არის მე უნდა გითხრათ დღეს როდესაც აქ ვლაპარაკობ ადამიანებს თამახმარო და შეეშინდათ, აგერად გითხე ესე იყოს, შეეშინდათ ერეკლეზე აზრი თქვით ხო მე არც ის მიკადრებია ან ესე თქვი, ან ესე თქვი. მე კი ვთხარი რომ თუ ეს ცუდი გონია უნდა გამოხვიდე და ვაში ვილაპარაკოთ და ანუ კარგი გონია ეს არის აბა ისტორია რო თქვი ხან ესე გადაფასდება, ხან ესე გადაფასდება ახლა. არა ესეც უნდა თქვა და ესეც არის და ამბავია და იქ უამრავი საინტერესო ამბავია და კარგიც და ცუდი. არა. თავარი ამბავია რომ შენი გინდა ერეკლეზე იყოს და გინდა შენ თუ გინდა თუ არა ადამიანს როგორც კი განსხვავებული აზრის მიღება გაგიჭირდება როგორც კი გაგიჭირდება რომ მარტო იცვლა უნდა გააკეთო რომელსაც მე გეტყვი და მაშინ უკვე თემა კვდება ჭადრაკის აზროვნება კვდება ტვინი კვდება აღარ არის საჭირო და აი ეს პროცესია საჭირო თორე ერეკლე თავის თავს მიხედავს იმედი თავის იმაშია და გადახედა. მაგრამ ასიკო ეს ხო არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, არა? პოლიტიკური კულტურის საკითხიც ხომ არის. მე როდესაც ვახსენე გერმანიის არჩევნები, ბუნდესტაგის არჩევნები და ის შედეგები და ვთქვი რომ აი საზოგადოებრივ მაუწყებელში მოსულიყვნენ, იმიტომ რომ სხვაგან არის ნაწილი იქ არ დადის, ნაწილი აქ არ დადის და წინა საარჩევნოდ საქართველოში შარშან მე რაც ნახე პოლიტიკოსების მხრიდან დამოკიდებულება იმ შესაძლებლობის მიმართ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელებმა მათ მისცა რომ გამოეყენებინათ წინა საარჩევნოდ აუდიტორიასთან, თავის ამომრჩეველთან ან სხვა ამომრჩეველთან, რომლის მიმხრობად სურდათ ესაუბრათ იმას, ეს ხო ნუ არ გამოიყენეს, მაგრამ მე ვგულისხმობ როგორც პოლიტიკური კულტურის ნაწილი. საქართველოში ძალიან ბევრს ეშლება სხვათა შორის პოლიტიკური კულტურა გონიათ ჩვეულებრივი კულტურა, ანუ რო არ უნდა შეაგინო ადამიანს და რო რაღაც შეურაცხყოფა რომ არ უნდა მიაყენო. ხო საჯარო სივრცეში ან დაუშვა დებატების დროს და ასე შემდეგ. სინამდვილეში პოლიტიკური კულტურა სწორედ ის არის, რომ დამარცხებულმა აღიაროს გამარჯვებული, შემდეგ რომ დასხდნენ ერთად და იმსჯელონ იმაზე, როგორ განვითარდეს ქვეყანა, ხომ? ეხლა 49 ადამიანმა აი ვლაპარაკობთ იმაზე, რომ არჩევნების დღეს საღამოს რო დამწყდარიყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ამის შესაძლებლობას ბუნებრივია მაუწყებელი მათ მისცემდა ყველას და ესაუბრათ როგორ უნდა განვითარდეს აი მომავალ პარლამენტში როგორ უნდა ითანამშრომლონ ამის მაგირად რა გააკეთეს დაწერეს განცხადებები სწორად არასწორად კარგი ფორმულირებით თუ ცუდით საბოლოო ჯამში შედეგი ის არის რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები თქვენ ხო ძალიან კარგად იცით პარლამენტის წევრი ბრძანდებოდით ხომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. კანონში წერია პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აჭარის და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. კანონში წერია პირდაპირ მეორე წერია საქართველოს პარლამენტის წევრი. 49 კაცმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა დაწერა, ცუდად დაწერა, მაგრამ კარგად დაუკმაყოფილეს.
ეს განცხადებები და დატოვა თანამდებობა. ანუ უარი თქვეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მათთვის მინიჭებულ მანდატზე და პარლამენტში მუშაობაზე. 49 კაცმა, ანუ იქ 12 კიდე დარჩენილი. ამას ეხლა რატო ვლაპარაკობ? ამ პოლიტიკურმა უკულტურობამ, რომელიც მოედო მთელ ქვეყანას და რომელსაც აქტიურად შეუწყო ხელი მედიამ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ცოდნა აქვთ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ფუნდამენტურ მეცნიერებებში და ასე შემდეგ, ქართულში და ასე შემდეგ, უარი თქვეს საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე, ამ საზოგადოებასთან საუბარზე. ამიტომ მე არ მიგვირს, როდესაც მათ ასე გითხრეს, რომ არ გვინდა ეხლა ამ თემებზე საუბარი. იმიტომ რომ მე დაждდებოდა ვიღაცა ლევან ბერძენიშვილის მსგავსი მიკროფონთან სადღაც აუდიტორიაში თუ სადღაც სტუდენტებთან შეხვედრაზე თუ სადღაც ცოდნის კაფეში თუ უცოდინარობის რესტორანში დაждდებოდა და ისე გალანძღავდა იმ ადამიანს ვინც ერეკლეზე ისაუბრებდა, ისტორიკოს კვალიფიციურად ვინც ისაუბრებდა, პლუსებით, მინუსებით, გადაწყვეტილების იმ კონტექსტში, იმ ვითარებაში, განსჯით, ისე გალანძღავდა და ისე შეურაცხყოფას მიაყენებდა, რომ შეიძლება ადამიანს მეორე დილას ოჯახის წევრებისთვის თვალებს ჩახედვისა შერცხვენოდა. იმ ადამიანს, იმ გალანძღულ ადამიანს. და ეხლა ჩვენთან ესე ხშირად საუბრობენ უკონტექსტოდ აბსოლუტურად. მაგალითად, მუხრან მაჭავარიანს აქვს ძალიან კარგი ლექსი საბა. ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-თან ალოდინეს და მე-15 კაცად მიიღეს. რომ სულხან საბა, ვიცით ყველამ ეს ისტორია, არ მოვყვები ახლა სულხან საბა ორბელიანი წავიდა საფრანგეთში ლუდოვიკო მე-14-თან შეავედრა საქართველოს დახმარებას თხოვა და ასე შემდეგ. და მან დახმარება არ გაუწია. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ანტიევროპული ლექსი ეს არის. ეხლა მუხრან მაჭავარიანის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ლექსს რო ისწავლის ბავშვი და გაიციგრძე განებს, ხომ? მისთვის ესე იგი, აი, საფრანგეთი და ლუდოვიკო მე-14 და პარიზი და რაღაცა ყველაფერი არის, როგორ არ დაგვიცოს, როგორ არ დაგვეხმარენ და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი აბა შევხედოთ იმ კონტექსტს, იმ ვითარებას, რაც მაშინ იყო საფრანგეთში. ინგლისთან ომი ჰქონდა, მანამდე წლების განმავლობაში ლუდოვიკოს საფრანგეთს და ინგლისს ომი ჰქონდა. იმ პერიოდში ოსმალეთთან ჰქონდა ძავი და სპარსეთთან ჰქონდა ძავი. ანუ ლუდოვიკო მე-14-ს სულხან საბასთვის ჯარი უნდა გამოეყოლებინა, სპარსეთთან და ოსმალეთთან უნდა ებრძოლა, როცა თვითონ ჰქონდა რაღაც მოლაპარაკებები და აქ უნდა დაეტოვებინა ფრანგების არმია. იმიტომ რომ ეხლა ესენი ხო წავიდოდნენ მერე და სპარსელები და ოსმალები სად წავიდოდნენ, აქ იყვნენ მეზობლები. დიდი პატივით მიიღეს იქ სულხან საბა. კი, მიიღეს დიდი პატივით, მაგრამ ჯარი არ გამოუყოლებიათ. ვერც გამოუყოლებიათ. იმდროს ეხლა როგორ ისტორია ისწავლებოდეს, თავში გაჭირებოდა ჯარი გამოყოლებიათ. კი, მაგას ვამბობ ზუსტად. ხო და ნუ ეხლა ეს არ ნიშნავს რომ კონტექსტოდ ამბავზე საუბარი იმ დიდ კონტექსტს თუ არ გაითვალისწინებ რა ხდებოდა მაშინ სოფლიოში, მაშინ ჩვენ ნუ ცუდად მოგვექცენ ფრანგები და თავისთავად გაჭირებოდათ ლუდოვიკოს რო არ გადავყვეთ, არ შეპოლიტიკოს შეხსენებდი, ხა დაწერა გაცხადება არ მისი პოლიტიკური არჩევანის ფორმაა, მაგრამ მე ისევ ას უბრუნებდი, რაც ბევრი გავატარეთ ჩვენ და რაც შეიძლება შეცდომა იყო, ნახე, შედებატები ახსენე. დებატები რომელიც არ შედგა, რომელიც თქვეს, იმიტომ რომ სხვადასხვა ისო პოლიტიკური ბიზნესების გამო დებატებზე არ უნდათ, მაგრამ მე გეტყვით ხო Facebook-ში ვკითხულობ, რომ და ყველანაირი ანგარიშთარი ყველასთვის გახსნილი იყო ეს ეთერი. ერთადერთი ეთერი, რომელიც ყველასთვის გახსნილი იყო. ახლა ნახე რა ხდება და ერთმა დაწერა მოცრებულად ამავწა გვარი Facebook-ში, რომ დგასო უკვე უსმენო და 9 საათიაო პირველი არხის ეთერში ყვებაო როგორ აქვსო პირველი არხი ჩაკეტილიო. და თითოეული ადამიანი ვინც ის არის, აი გვარით და ემით არის სტატისტიკით ამოღებული რამდენჯერ არის ნამყოფი და მოსვლა არ უნდა. ანდა მოდის ეთერში. და პირველი 9 საათი უთმობს პირველი არხის ლანძღვას, იმიტომ რომ ეს იოლი სიტუაცია მე ესე ვილაპარაკებ, რადგან ეს არის ოღონდ რატო არის. რომ არ ვილაპარაკო იმაზე, რაც არის მთავარი. ახლა ნათხო ჩვენც არა ვართ არა პირველკლასელი ბავშვები ხო ხვდები რომ რაც გიჭირს იმაზე არ გიდა საუბარი და ანდა საუბრობ ესე იგი ანდა თქვა ემოციურად ხარ და რაღაცა განწყობილი ხარ ეს როცა ამ ხერხებს ხმარობ ეს ყველაფერი არა მე ამასინათაც 20 წუთი რო გაქვს ეთერში და 10 წუთი ჩემთვის ჭკუის სწავლებას ანდომებ ფირი სითქმა გინდა არა იმიტომ რომ ეს სათქმელი არ არის ნახე რა არის და ამიტომაც არის რომ მე მხოლოდ ისეთი ეთერი მინდა და ისეთი მედია მინდა, რომელიც საწინააღმდეგო აზრს უბრალოდ არ გააჟღერებს. ახლა თუ გააჟღერებ მაგალითად აზრს, რომ
ემანდ ფრთხილად ვიყოთ თუნდაც აი უკრაინის თქვათ ამბავში ან რაღაც არგუმენტს მოიყვან ან საერთოდ ამ ამბავში ან საერთოდ კონტექსტი ჩვენთან არის ან და მაგალითად შეკითხვას დავსვამ ესეც რომ არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა შემოგევლო ჩემი თავი ახალგაზრდები დადიან მაგრამ აბა კითხვა რო დავსვა შემთხვევით პირიქით ხო არ არის ეგ საკითხი თუ არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი. აბა უფრო დავფიქრეთ რომ თუ კი ბატონო ვილაპარაკოთ კვერცხი უფრო ხათავი. საომარი მდგომარე ეთქობა მაგ ახალგაზრდება არ იციან რომ საომარი მდგომარეობის გამოცდილების დროს საერთოდ სამართალზე ლაპარაკი არ არის. სხვანაირად დეკრეტებით იმართება ქვეყანა. ხო და აი ხა უკრაინაში ისე ჩვენ აი თვალწინ მაგალითი გვაქვს. ანდა მაგალითად ეხლა რა ვითარებაც არის, აი ხლა რა ვითარება. აი ცოტა ხნის წინ მეგანა გიდათვა რომ პოლიტიკაში ან ისე აი მარჯვნივ წახვალ ან მარცხნივ წახვალ მაგრამ მე გარკვეულწილად როგორც ერთი მოქალაქე და არამედის თქვა წარმომადგენელი მომეწონებოდა მაგალითად რო გითხრა რომ ადამიანებმა თქვან რომ იმ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა რომელიც ამბობდნენ რომ აი უკრაინა ჩვენ წინაერ და ჩვენ მას უნდა მივბაძოთ ეხლა თქვა რომ მოდი მე ვთქვა 3 თვით დავდებ უთქველობის აღთქმას ან ცოტა ხანს არ ველა იმიტომ რომ ჩემი გათვლები ესე არ ყოფილა იმიტომ რომ კлау ესე მოვტყუდი იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ესე მსოფლიო არ არის მზად რომ შეეწიროს ესე ვთქვა უკრაინას და ამიტომ უკრაინა საუკეთესოდ ვერ დაამთავრებს მაგრამ ის რაც უკრაინამ 50 მილიონი 55 მილიონიანი ქვეყანა იყო დაიწყო და კიდევ ხდეთ დგას ჩვენ თქვათ ამისთვის იმიტომ რომ ესე მოგვიტანა ბედმა და ვართ იმენი რაც ვართ და ყველა პატარა ქვეყანას ყველაზე დიდი რესურსი ვასიკო ჩვენ ხო ვიცით რაც დაკარგა უკრაინამ არა ის რესურსი რაც მიწისზე და დავუშვათ ფართობია შავმიწა ნიადაგიანი ზოლი ან მიწაში არსებული მინერალები და ყველაზე დიდი რესურსი არის დემოგრაფიული რესურსი ადამიანები რომლებიც გავიდნენ ქვეყნიდან აი ამ ვითარებაში აი ეს არის ეს თემა როდესაც ადამიანები აი ეს ქვეყანა ხო გიდა რომ გაგრძელდეს ხშირად რომ ამბობ ხოლმე ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი ეს არის პიროვნული აქტი და როგორც კი ამას ამბობ შენ ქვეყანასთან მიმართებაში შენ ხარ მაშინ უბრალოდ ცუდი ადამიანი შენ წირავ ქვეყანა შენ ამის უფლება არ გაქვს ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა და საცა არაჟობს გაცლას ჟობს ასაკურული და ხლა ეს ანდაზები თქო თუ ამრავია მაგრამ ეს ანდაზები და იგავარაკები იმიტომ არის საჭირო რომ ჩვენ წინასწარ დავიდახოთ სიტუაცია და უკრაინას ახლა ეს ჭირდება დღეს შეიძლება განა ეს ადამიანი არ წვენ აი ნახე ჩვენ უკრაინა ხა წინ გვიცრებს და ჩვენ უკრაინის ბედი და აი ეგეთი ვითარება და ეგეთი ვითარება ეს ხომ უბრალოდ არის არა რესურსებიც ხო უნდა გქონდეს ეხლა მაშინდელი განცხადებები ჩვენ რო გვესმოდა მე სულ მეგონა რომ ამ ადამიანებს მაბატიე ცოტა გონება ჩლუნგობის პრობლემა გქონდათ იმიტომ რომ ეხლა ტყეში როცა მიდიხარ და იცი რომ დათვი შეხვდება გეკო არ მიგაქ გეკოს ტოპით არ მიდიხარ იმიტომ რომ იცი რომ ჟაკანი მაინც უნდა წაიღო ხომ ანდა თუ დათვი მოდის და მოგიოხრა ტყის პირას ცხოვრობ და საქონელი დაგიხოცა და რაღაცა და იცი რომ უნდა მოიგერიო იმ მომენტში შეიძლება არა გაქვს ის ტოპი და ვერ ასწრებ დაუშვათ სახში შესვლას მაგრამ შეიძლება ფიწალი გაგ და იმ ფიწლით დაუპირისპირდები მაგრამ როცა იცი რომ თუ მოინდომებ ტყეში წასვლას ხო იქ უნდა იყო კარგად მომზადებული ეხლა ჩვენი მაშინდელი მზაობა მე მაგალითად სულ ფიქრობ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას აი ადამიანს რომელსაც ხალხის ბედი აბარია ხო აქ ლაპარაკი ხო არ არის 1-ზე და 2-ზე სახელმწიფოზეა და მილიონებზეა ლაპარაკი ხო და ჩვენ ვუყურებდით რომ ისე თავისუფლად საუბრობდნენ მიტინგებზე რომ ამის ბომბების წვიმა ჯობია და რა ბომბების წვიმა ჯობია კაცო ის ბომბი მაინდა-მაინც ჩემს სახლს დაეცემა და შენ სახლს არ დაეცემა ან სხვა ვისაც დაეცემა ის ცოდო არ არის და ბოლოს ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი რესურსები ხომ უნდა ვიცოდეთ და როცა ხარ ხელისუფლება და გაქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა უნდა იმოქმედოს ის სწორედ ისე როგორც იმოქმედა საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ისე და არა სხვანაირად შენ უნდა გადაარჩინო შენი სახელმწიფო და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ზუსტად ტექსტებით საუბრობენ იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე აქეთ ჩვენ გვამუნათებდნენ და ჩვენ ხელისუფლებას ამუნათებდნენ. ასე რატო არ იქცევი, ისე რატო არ იქცევიო. თურმე შესაძლებელი ყოფილა და აუცილებელი არა ყოფილა მშვიდობის დამყარება, რაზეც მე სხვადასხვა ტელევიზიების ეთერებში 2022 და 2023 წელს ვლაპარაკობდი და ვჩხუბობდი და ამის გამო ვლანძღავდნენ და სოციალურ ქსელებში 1000 რაღაცას მიწერდნენ, მაგრამ ჩემთვის მართალი გითხრათ, ეხლა სასიამოვნო არავისთვის არ არის ლანძვაგინების წაკითხვა და მოსმენა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი მნიშვნელობა არ ქონდა მე მაგალითად ლომჯარიასგან განსხვავებით მე მერჩივნა რომ ეს ეწერა ჩემზე და მე ასე მელაპარაკა და ხალხი ამაში დამერწმუნებინა რომ ეს ჩვენი მშვიდობა ჯობია იმ ომს
რომელიც იქ მიდიოდა და რომელსაც ვიღაცები ტაშს უკრავდნენ, ვიდრე დავუშვათ ამ ქვეყანას ბომბები დასცემოდა თავზე და მე მეთქვა რომ აი რა კარგია მე ხო გამოვდიოდი და ხო ვამბობდი რომ რუსეთი მტერია და ახლა რუსეთი რო მტერია ამაში რატო არ წმუნებენ ვინმეს მე ვერ წარმომიდგენია საერთოდ ქვეყანა რომელსაც შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული შენი მოყარე და მეგობარი რო არ არის ამას რა დიდი მტკიცება ჭირდება მაგრამ ქვეყანა რომელსაც შენ მეგობრად განიხილავდი პარტნიორად განიხილავდი ხელშეკრულებებიდან გაფორმებული რუსეთისგან განსხვავების სხვათა შორის ჩვენთან 1994 წელს ჩვენმა პარლამენტმა რატიფიკაცია რომ მოახდინა ჩარჩო ხელშეკრულების რუსეთ საქართველოს ხელშეკრულების რუსეთის სახელმწიფოსთან ბიუროს დღემდე არ აქვს ჩარჩო ხელშეკრულება რატიფიცირებული ამიტომ ჩვენ სხვა სიტუაციები გვაქვს მაგრამ უკრაინასთან ჩვენ ხო გქონდა ნორმალური ვითარება როგორ შეიძლებოდა ახლა ბელორუსიიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობდა კარგი მაგალითი მოიყვანა ეს 1 მარტს საქართველოსთან გაიწვია ელჩი 2022 24-ში დაიწყო ერთი კვირაც არ იყო გასული და ბელორუსიდან არ გაუწევია ელჩი. უფრო მეც გეტყვი. რუსეთიდან როდის გაიწვია? უფრო მაგას ვამბობ, უფრო მეც გეტყვი. 2014 წელს, როდესაც ყირიმი წაიღო რუსეთმა და მიიერთა თავის სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა, ხო, ამის შემდეგ მე ვსვამდი ასეთ შეკითხვას. სად არის უკრაინის ელჩი რუსეთში? მეუბნებოდნენ მოსკოვში. რუსეთის ელჩი სად არის უკრაინაში? მეუბნებოდნენ კიევში. და მე ვსვამდი ასეთ შეკითხვას, რომელი ამერიკის შეერთებული შტატების რომელი ელჩი ფარავს ყირიმს მოსკოვში ამერიკის ელჩი თუ კიევში ამერიკის ელჩი რომელს შეუძლია იქ ჩასვლა ანუ მოსკოვში ამერიკის ელჩი არ ჩავიდოდა ყირიმში იმიტომ რომ ამერიკა ამას არ აღიარებდა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და კიევში ამერიკის ელჩი ვერ ჩავიდოდა ყირიმში იმიტომ რომ ასიკ არავინ არ ჩაუშვებდა ანუ სიტუაცია იყო აბსოლუტურად სხვანაირი და ყველაზე უსამართლოდ ჩვენ მოგვექცნენ ამ 3 წლის განმავლობაში ჯერ მე როგორ იკადრეს რომ ჩვენი ელჩიც კი რომელიც ერთადერთი იყო ჩვენ ყველა ხო კარგად ვიცით ეს რომელმაც არ დატოვა კიევი იმ დაბომბვის პერიოდში ყველა ქვეყნის ელჩი წავიდა ყველა ქვეყნის საელჩო გაიხიზნა იქიდან და ის კი არა თვითონ ზელენსკის და მის ადმინისტრაციას თავაზობდნენ ლვოვში პოლონეთში თუ არა ლვოვში მაინც გადასვლას ხო ჩვენები იქიდან არ წასულან ყველანაირად ეხმარებოდნენ ყველაზე დიდი დახმარება ჩვენ გაუწიეთ ჰუმანიტარული დახმარება ნუ პროცენტულად და ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე უკრაინული სკოლები არსად არ გაუხსნიათ არც აღმოსავლეთ ევროპაში არც ამერიკაში არც დასავლეთ ევროპაში ჩვენ უკრაინული სკოლები გავხსენით უფასო მგზავრობა სამედიცინო დახმარება ფინანსური დახმარება ყველაფერი გავუკეთეთ რეზოლუციებში თანასპონსორები ვიყავით ყველა რეზოლუცია რაც მიღებული უკრაინასთან დაკავშირებით ევროპაში თუ გაეროში ყველაფერში მონაწილეობდით ჩვენი ელჩი გამოუშვეს კიევიდან და ბელორუსის ელჩი არ გაუშვეს წარმოვიდგინეთ თქვენ ახლა ასეთ ვითარებაში ჩვენ რო ვიყოთ გაბრაზებულები აბსოლუტურად ბუნებრივია, კაცო, ჩვენ კი არ გვამუნათებდნენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხელისუფლებას. მადლობას უნდა გვიხდიდნენ იმისთვის, რაც გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის და აქ ქვეყნის მოსახლეობას დარწმუნებული ვარ, კარგად აქვს გააზრებული იმ შვიდობის ფასი, რაც და ის ფასი რაც გადაიხადა საქართველოს ხელისუფლებამ ამდენი თავდასხმების მოგერიებით შინამტრების თუ გარედან თავდასხმების მოგერიებას გულისხმობ წარმოუდგენელი ზეწოლა იყო რასაც უძლებდა ეხლა ჩვენ რო გვიყვებიან რომ ამ შეხვედრის დროს ეს იყო იმ შეხვედრის დროს ის იყო ასე უთხრეს ისე უთხრეს იქ შეხვედრა გაიმართა ბიძინა ივანიშვილთან და ამის შესახებ ჩვენ მერე გავიგეთ თუ რამდენიმე საათი გრძელდებოდა აი წარმოვიდგინეთ რამხელა ზეწოლა არსებობდა შეერთებული შტატებისგან და ევროპისგან და ეს ბალტიისპირელი ტურებისგან კიდე მაგრამ მაინც ბოლომდე შევინარჩუნეთ მშვიდობა. შენ ახლა პარაგო შენ აღნიშნავს შენ ლაპარაკო პოლიტიკაზე და ჩვენი კუთხით ხომ მაინც ბედი თქვა და ხო მაგრამ ეს ერთი ნაწილია კი ბატონო და ამაზე ლაპარაკობ მე გეუბნები აი ამის გაშუქება დღესაც კი თქო მაგას გეუბნები გამოდიან აი დღესაც მოისმენ ხვალაც მოისმენ ამ შეფასებაცას და ადამიანები დგანან და ამბობენ უკრაინა იმარჯვებს სულ ცოტა დარჩა და ეს ის კი არ არის რომ მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მინდა რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს და ბოლომდე არა ეს არის იმის გამო რომ აი ბოლო წუთამდე მე ვიქნები და აბა იქნება ჩარჩენა ეს არის ჭაობში ჩარჩენა ვეღარ ამოდიან ეს არის შენი ქვეყნის შეთრევის საკითხი და როცა ამას აკეთებდი მაგიგითხარი როცა ახლა გავიდა აი ხლა ეს ადამიანი როდესაც შენ ესეთი უმნიშვნელოვანეს საკითხში კი თქვა ყველაზე რბილად უანგაროდ შეცდი
თუმცა ანგარებას თუ გამორიცხავ, იმიტომ რომ ის ქსელი და რასაც თქვით, ის დაფინანსების ამბავი და შეიძლება რომ იყო ხო ადამიანები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამათგან ძალიან ბევრი არ იყო შემჩნეული პიროვნულად ჯობს სიცოცხლეც ანაძრახსა შეშეთ ღმერთ ფაღდითხა საცოცხლო და გაუმარჯვება არ იყვნენ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრჯერ იყო ამის შესაძლებლობები, მაგრამ არ იყო ამისა და აი ხლა ჩვენ ამით გრძელდება და მედიის პასუხისმგებლობა იცი სად არის? არის კითხვა რომ როდესაც აი ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რაც არის ეს უნდა უთხრა ეს გინდა რომ საქართველოში ყოფილიყო და მე რამე გულსხმობ ნახე იმ ნაწილს რომელსაც ესენი დგანან და ესენი ეძახიან ეს ნაწილი ეძახის პრორუსს და ამ ნაწილს ისე გამოდის რომ მათ ჯერათ ამ რუსეთის სიკეთის რუსეთი ამას არ იზამს და იმ ნაწილს მაგალითად რომელსაც მე ვეკუთვნით მე ნამდვილად იმიტომ მეშინია რომ ღრმად ვარ დარწმუნებული რუსეთი რო არ იზამს ეგეთი რამე არ არის და ყველაფერს იზამს და სხვათა შორის პრაგმატული პოლიტიკოსი ვინც არის ამერიკაში იმიტომ ლაპარაკობენ და ამას ლაპარაკობენ სხვათა შორის დავამთავრებინ დაუსვეს შეკითხვა ტრამპს თქვენო თვითონ რომ ზელენსკიო არისო დიქტატორიო და შეგიძლიათ თუ არა პუტინი არის თუ არა დიქტატორიო მე ასე არ ვლაპარაკობ ამაზე დაუფიქრებლად ანუ პუტინს არ უწოდა დიქტატორი რატო არ უწოდა იცი იმიტომ არ უწოდა რომ არ გვინდა სიტყვა ეშინია თუ არ ეშინია ორჯერ ის არის ანგარიში მოლაპარაკების პროცესია იმას ის უკავია აბა ახლა ჩემთან დაკავშირებით რასაც უნდა იმას სიტყვის და იმასთან და ჩვენ შეგვიძლია რაც გვინდა ის ვთქვათ ხო ეგეთი სიტუაცია ახლა ეს გიწევს ახლა ამაში თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტებსაც გაკვეთილი უნდა იყოს რომ თლათ ეს რაც ენაზე მოგადგება არ არის იმიტომ რომ ჩამწერის საშუალებები არსებობს მეგონი YouTube-ს და იმას და ახლა უტრიალებენ ბევრის ადგილას შემწყობოდა ახლა მაგალითად ახლა ბოლო TikTok-ზე უყურე ჩალაგებული არიან ჩვენი ექსპერტები და არც ვინაც გავშვება და უკრაინა იმარჯვებს უკრაინა ისე გაიმარჯვა შენმა მტერმა და მაწყევარმა ახლა უკრაინა რო იმარჯვებს და ეს თუ ქვეყანაში გინდოდა აქა და ამ ახალგაზრდების თებარგინა და იმის მაგერად რომ საუბარი იყოს იმაზე რომ ჩვენ როგორ და დაიცვას ამ ახალგაზრდება ეს ქვეყანა სხვათა შორის ილია ამბობს რომ ილია ისიც აგდა ბული მუხაძეს დაწერილი და ყველაფერი შემობატონო მაგრამ ილია ამბობს რომ ეხლა სხვა დრო მოვიდაო ეხლა იარაღი უნდა გადავდოთო ჩვენ გვერდზეო და სხვა იარაღი უნდა ვიომოთო ის იმიტომ ამ ანგარიშობდა რომ ჩვენი ზომიდან და წონიდან გამომდინარე კი მზად უნდა ვიყოს შემართული უნდა იყოს სპორტულად უნდა იყოს და არ უნდა იყოს ქვეყანა მოდუნებული, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო კუნთები, პოლიტიკურ კუნთებს გულისხმობ, რომელთაც ეს ქვეყანა გადარჩება. ეს ქვეყანა გადარჩება ცოდნით და სასტოენით და იმით რაწკუნით და ბარაბნის თუ დოლის ბრახუნით ეს ქვეყანა ესე იოლად ვერ გადარჩება. ეგეც საჭიროა, მაგრამ ცოდნით აი ეს არის აუცილებელი და ეხლა მაინც და მაინც საქართველოს გამოსცადო პირდაპირ გითხრა მეგონია და გამოცადო რომ მოდი ხა რუსეთს როგორ ურქინოთ აქედან რომელიც იქიდან იცი რომ მომენტალურად ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს ხელისუფლებას და ჩვეულებრივ აი ამაზეა საუბარი და აი ეს არის როცა მედიის პასუხისმგებლობა არის რომ გამოჩენა რომ აი გამოდა მე ხო უბრალოდ ვათქვევი და მე ხო შეკითხვა არ დავუსვი მე ხო უბრალოდ არ ეს მოვიძიე და დღესაც რო ეს ამბავი გრძელდება აი ეგ იწყება მედიის პასუხისმგებლობა აქ ეხლა უკაცრავად დაფინანსება მედიის საშუალებები არიან ვინც ამ ომის პროპაგანდას ეწეოდა ამ 3 წლის განმავლობაში მე ხა ყველაფერს უყურებ და გაოგნებული ვიყავი როგორ შეიძლება ტელეწამყვარმა ან ჟურნალისტმა ან სტუმარმა რომელსაც წესით გონიერება უნდა მოეთხოვებოდა საბარატო მიიწვიეს სტუდიაში ხო ყველას გონია რომ სტუდიაში როა მიწვეული უკვე ყველაზე ჭკვიანია ზოგადად მაგრამ თვითონაც ხო უნდა გაიაზროს ეს რომ ამას რა შედეგები შეიძლება მოყვეს და მე დავაკვირდი სტუმრები ვინ იყვნენ აი რო ჩამოწეროსია სწორედ ის ადამიანები რომლებიც კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ფონდებს ან რაღაც სხვა ორგანიზაციებს რაც არის შექმნილი ანალიტიკური ცენტრებს წარმოადგენენ რომლებიც დაფინანსებებს იღებენ სწორედ იმ ორგანიზაციებიდან რომლის თაობაზეც ახლა არის ამხელა ხმაური ამწყდარი ხო ესე იგი ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული იმისთვის რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრი იმგვარად შეეცვალათ ამ მედია საშუალებების გამოყენებით რომ ხალხი წასულიყო ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლებას გადაედგა ის ნაბიჯი რომელიც უპირველესად სწორედ ამ ხალხს დაღუპავდა და წარმოიდგინეთ მტრობის მასშტაბი მე არ მინდა არ მიყვარს ახლა ესეთი
ღალატი და ხალხის მტერი და რაღაც ამ ფრაზების გამოყენება არ მიყვარს, მაგრამ კარგად რომ გაანალიზო ადამიანმა სინამდვილეში რას ემსახურებოდნენ, ვის ემსახურებოდნენ და რა მიზნები ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწეოდნენ, საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მე არ ვამბობ ეხლა ვიღაცა დაიჭირონ და არ დაიჭირონ, უბრალოდ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აი ეს ფრაგმენტებად თქვენ რო ახსენეთ ეხლა ასე რომ აჩვენებდნენ რა აძლევდათ მათ იმის საფუძველს, ესე თქვა რომ ის გაიმარჯვებდა 4-ჯერ მეტი თითქმის მოსახლეობით. შეიარაღებაზე და ამ შესაძლებლობებზე არაფერს ვლაპარაკობ. ეკონომიკაზე არაფერს ვლაპარაკობ. კონტრაქტებზე, რომელიც გაფორმებული ჰქონდათ, ევროკავშირი დაეხმარა უკრაინას 19 მილიარდი ევროთი. რუსეთისგან იყიდეს 22 მილიარდი ევრო. ან რუსეთს მიცეს 22 მილიარდი ევრო. მისგან ისეთი რაღაც შეიძინეს. ეს თანამშრომლობა, ეს ეკონომიკა ხო მუდმივად არსებობდა და იარსებებს მომავალშიც. ჩვენ რა რესურსები გქონდა? აი, როდესაც ჩალვა პაპუაშვილი ამბობს, მე გუშინდელი ეთერი რო უყურებდი, ფიქრობდი, რომ მართლა რას გადაურჩით. გრიგოლ აბაშიძეს რო რას გადაურჩა თბილისიო, რას გადაურჩა საქართველო. წარმოიდგინეთ, მე რა მოხდაო, ყველამ უნდა შეიტანოს როთმაროთ რაღაცა თავისი წვლილი, რისი წვლილი, კაცო, ჩვენ საქართველოს მოსახლეობის წვლილი. ბოდო გაგახსენეთ ის ქალბატონი რო არის, ტელევიზიურიებავი და უხსნის ისა მეორე ქალბატონი ინტერვიუს აძლევს და ის. ხო არ მახსოვს ის ქალბატონი ვინ არის? აი საქართველო კი მაგრამ რუსეთიო ხო მაინც დაარტყავს საქართველოსო ხო და მერე რა ორჯერ იმეორებს. აი ეს მერე რა გასაგებია იმისთვის რომ მერე რა ვარ და იმისთვის მეორე ფრონტი ან მესამე პრავა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე აქ ამაქვს საქმე, მე ჩემი ანთამი. მეც ამ ქართველებს გულისხმობ, კაცო. ის რა აზრი გქონდა? ახლა მას ესე არ უყურებდი, გამოდის ადამიანი, მე ერთხელ ეჩვევი, მე ნუ ექსპერტი და ნუ ადამიანი ხარ და რაღაც სახეებია და ახლა ნახე სათაურები ნახე რა ამბეთი. ამას ალკები ვაქცია, ალბათ ესეც ეფექტისთვის არის, თორე ახლა მე მაგ იქ ეჭვი რა, მე ვიცი უბრალოდ ორი ციგნი არ აქვს საკითხული, მაგრამ სტრატეგიული განვითარების, გლობალური დაგეგმარების, პლანეტად შორისო ურთიერთობების ნაკლები სიტუაციები არ არის და ეხლა ეს მოქმედებს ამის მშვიდობის და დამყარების სოფლიოში დამყარების საერთაშორისო ხო ყველა ცენტრის დირექტორია, ყველა ამბავია და ეხლა იქ ამბავს უყურებ და ეგეთი სიტუაციად გახარ მე ყველა ეხლა დილით ახლა ნახე მოდარო გითხარი და დავამთავრე ნახე ყველა ამბობს რომ უკრაინა იგებს დილით ჩაირთო უკრაინა იგებს გამოდის ახალგაზრდა ადამიანი და ფიქრობს რომ ეხლა მე რო არ ვთქვა რომ ეს უკრაინა იგებს ესეა ახლა რაღაცა მოხდება ალბათ ეხლა ქვეყანა მე კი რაღაცა ეგეთი სიტუაცია და ხო იგებს და აბა მიდი მეც მინდა რომ აბა მიდი და ეგ სიტუაცია თან ეხლა ახალგაზრდას არ ახსოვს რომ ფერს მართლა არ ახსოვს ეს ჩვენ როგონია გუშინ იყო ვიღაცისთვის გუშინ არ იყო ეს 2008 წელი მანამდეც არ იყო რომ არაფერი არ უნდა იმას მოიყვანს იმას და დაბომბავს ესე გვეგონა ჩვენ დაბომბა თბილისი აი ამაზეა ლაპარაკი. არა და ეგ ახლა აი თქვენ მაგიში ნუ გეშინიათ ადამიანი მეუნება. ხო და ის ადამიანები რომლებიც ისე გეუნები რომ და ოღონდ ერთი რამე არის რომ იცოდე ჩვენთან აი ფლიანობაში ახლა ბილიონ კანონზე ვლაპარაკობთ. ალბათ ერთი კანონი აი ისრაელის რაც არის შესაშური. მე ესე ვფიქრია. ისრაელში უმაღლესასვე მithქვია ჩემიანისთვისაც და უსთვისაც. ისრაელში უმაღლესშიც სწავლობენ, მე მგონი, აი ვერ დააბრალებ რო სწავლა არიციან. და კიტრიც მოყავთ. ჯარში სამსახური. კიტრის ფრინველსაც აკეთებენ, მაგრამ ბანკებს არ ესვრიან თვითმფრინავებს. ჯარში სამსახური. არის ყველასთვის სავალდებულო. და როგორ არის ციგიურგის სავალდებულო? მე ქვეყანას კარგად ვცნობ. უმაღლესი იქაც განთავისუფლებს. მაგრამ მაგარ სირცხვილად ითვლება. აი საზოგადოებრივი აზრია ესეთი შექმნილი. და იქ რო ლაპარაკობენ ომზე მინიმუმ ჯარბოხტილი ხალხი ლაპარაკობს. მინიმუმ ჯარბოხტილი, ან ომოხტილი. იქ ადამიანები არიან, ეხლა ის სამბირო მაგალითები, იქ რო არ გვინდა, აქედანაც უნდა ისწავლო. იმას არ გეუბნები, არ გინდა ეს თავს თუ გაიჭრდა სამართლიანი ომი ის, იმათ დაიდარდოთ. აი, ცნობილი ოპერაციებში არიან, ეგერ არის ფიზიკოსი არის, ტვინი უსკდება, მოჟონავს იმისთან არის, ჯდება თვითმფრინავზე და იგომობს ან და იმაში მიდის და ასე. ტელევიზიო სტუდიაში წამყვანი ქალი ძის პისტოლეტი უკეთია. იმას ეკითხებიან თავდაცვის მინისტრს ამბავია, რომ შენი ერთი შვილია დაეღუპა, მეორე შვილიო, როგორ გაუშვე იმაშიო და მე მეორე შვილს ვერ აუგზავნებდიო სამშობლო და ასე ვერ დავჩაგრავდიო. აი ჩვენთან ერთ-ერთი რასაც ეს უნდა მოევლოს ამ ვითარებას, რომ აი ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამართლიანი ქვეყანა ერთ-ერთია.
რომ ყველა მსახურობს მაგალითად ჯარში რომ ღმერთმა არ დაგვაჭიროს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის უნდა ვიცოდეთ როგორ დაწილდება ეს პასუხისმგებლობა. აქამდე ეს სამართლიანად არ იყო და მე ვუყურებ რომ ის ადამიანები, რომლებიც ამით მშვენივრად სარგებლობდნენ და ბუჩქების ქვეშ მიდიოდნენ, მე ენას მაგრა გადაიგდებენ, გაიგე და იმას ლაპარაკობენ და მე ვიცი ამავე დროს ვინც ომობდა და ამბობდა ისინი არ ლაპარაკობენ ამის შესახებ. სხვადასხვა ნაომარი ხალხი გინდა აფხაზეთიდან ადვილად უგებს ორივე მხრიდან ერთმანეთს. იციან რაზეც ლაპარაკობენ და მე ახლა გვარი და თუ გაჭირდა, გვარი და სახელებით არ მინდა ვიცი როგორ იქცეოდნენ ესენი ომის დროს სადიმალებოდნენ, რომელი ბუჩქში იყვნენ და რომელი მასში იყვნენ შემზრალები. ესეც ერთი ამბავია. დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობთ, დემოკრატია ჩემბატონ ერთი რაღაც არის, მარტო არ არის ქაქანი. და ენის ლიკი. პასუხისმგებლობა. ათენში დემოკრატიის ქონდა აუცილებლად ფარი და ხმალი უნდა ვინც იცავდა თავის სამშობლოს და ირო იკრიბებოდნენ, ყველა კი ეს ქონდა სიტყვის უფლება. მოქალაქეს უნდა ყოფილიყო. იმას ის უნდა ყოფილიყო შე რომ მიდიოდი პატევი იყო დასაცავად, თორე მე მაგარი ლაპარაკი ვიცი და პარლამენტში ვიჯდებიან არ შევალ და ქუჩაში და დამაფინანსებენ და სტატიას დავწერთ და ხალხს შევაგიდებ და ამას ვიზა. ეგ სად არის ვიზია? აი ეგ ერთი ამბავი არის, აქაც გასაკეთებელი და რომშიც. ხო, ანუ იქ ერთი ელემენტი იყო, ანუ მედიის პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებაში, ესე იგი. აბსოლუტურად ერთი ძალიან საინტერესო ელემენტი იყო იმ საჩივარში, რომელიც ახსენე შენ, რომ რომელად მოიყვანეთ, მაგრამ მეორე ნაწილი იყო საინტერესო, რაც ახსენე, რომ იმათმაც მიიღეს ეს როგორც ხო, ანუ იმ უცხოელებმაც მიიღეს ეს როგორც ეგრე უნდა იყოს, აბა რა, მაგრამ ამაში ის კი არ არის რაღაც ეგრე უნდა იყოს და ეს მათ დაამკვიდრეს. ანუ მთელი ამბავი ის არის, რომ ეს მათ დაამკვიდრეს. მათ შექმნეს ის სისტემა, რომელ სისტემაშიც ეს ნორმაა. ანუ ნორმაა გარკვეული ადამიანების ჩახსნა საჯარო სივრციდან, ანუ თუ შენ რაღაცა დადგენილ მეინსტრიმ იდეასთან გაქვს წინააღმდეგობაც არა, რაღაც კითხვებსო, მეინსტრიმ იდეასთან მიმართებაში კითხვებსო, შესაბამისად შენ არ შეიძლება იყო საჯარო სივრცის ნაწილი, არ შეიძლება შენ კი აზრი გკითხონ, არ შეიძლება გამოგიშვან, გალაპარაკონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო რაღაც უნივერსიტეტებიდანაც ესე მოხდა ადამიანების გარიყვა, ესე მოხდა მედია სივრციდან გარიყვა და ასე შემდეგ. არ გარკვეული ადამიანები, რომელიც ანუ იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, ჩვენ იმაზეც კი არ საუბრობთ რეალურად, რომ ვიღაც მოვიდა ეთერში და ის საუბრა იმაზე, რომ ევროკავშირში კი არა, ევროზიულ კავშირში უნდა გავწერენ. ამაზე კი არ იყო, ანუ ალტერნატივაზე კი არ იყო ლაპარაკი, რომ იქ კი არა, აქ. არა, კითხვის დასმის ამბავია, რომ იქ რო გავწევრიანდებით ეს ამას მართლა მოგცემს თუ არ მოგცემს. ეს ანუ შეიძლება თუ არა ასეთი ტიპის კითხვა დავსვათ. ანუ ევროკავშირში რომ არიან ევროსკეპტიკოსები, საქართველოში ამის უფლებაც არ აქვს. მე ისიც არ მახსოვს ბოლომდე ეგ რაზე ვისაუბრეთ. არ აქვს ამის უფლება. ეხა AfD-მ რო აიღო, რა ქვია მაგას, 20% და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ არ იყო, სულ რამდენიმე კვირის წინ იყო AfD საკრძალვა რო უნდა და იმ გერმანიის პარლამენტში. ხო და ნახე? ეხლა რაც ახლა თქვით, ბოდო. ჩვენ რომელიც ესე გავატარეთ, ესე იგი ყველა არ გავიხსენე გუშინ ჩვენ მე მგონია რომ ეს არის სკანდალი. აი სკანდალიც კი არ არის იმან იმას შეაგინა. აი ხლა რაც მე გითხარით, ეს მე მგონია რომ დიდი სკანდალია. 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენ საუბრობთ, გასაგები აქ მოინახენ რეგუნები, რომელთაც ეს დაწერს, თუმცა ეს ჩაწოდებული ვინ საიდან არის და თქვენ ჩვენ იმიტომ ვართ ნაკლებ გეთლება, რომლებიც აქ ჩვენ ლაპარაკობენ ჩვენ სავშიებზე და რაღაცაზე. აი ნახე, როგორი სიტუაციაა და ეხლა აღარ მინდა გავათქვით, აი აბა რა არის ფაშიზმი და სოციალიზმი და კომუნიზმი აკძალვა. აი ესო პოდკასტშიო ხდებიან და ლაპარაკობენო და მოყავთო რომან კაკულიასთანა ადამიანები. ეს შავი თეთრზე წერია, დაიდება ნახე და ეს და მე მგონია რომ აქ ამერ ვისმენ აქ დემოკრატიაზე რაღაცებს უსმენ ადამიანებს მე შეგათქვი და იქ მიიღეს მე ამან შემზარა და ეკუთხარი და ეხლა დავიტოვებ უფლებას რომ აი ამ პროცესის მიმართ ესე ვიფიქრო და ესენი საუბრობენ ამათ უნდათ რომ გახდნენ მეტრები აი ეს არის ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ რომ შეიძლება ხარა ბოდიშოხთე ხა მაგრამ რომან კაკული ესე რომ ახსენებ ხა თვითონ არ არის მაგრამ რომან კაკული ერთი ადამიანი რომელიც რაღაც ბოდიშს და ცდილობს და საუბრობს ხო გონიერი კაცია თავისი პოზიცია თავისი მოსაზრება არა სხვა სტუმარს არ უთხოვნ ჩვენ და ნახე რატო გამოყეს ეგ და მე ხვალ ლაპარაკობენ გამოდის პოლიტიკოს და ლაპარაკობენ საზოგადოება უწყებელზე აი ჩვენ და 20 კაცი გაიმეორებს თუ ცუდია იმეორებს რაღაც აშლილ გავლენებზე ისაუბრებს აგერ აი მოისმენს ეს მოისმენს მის მოისმენს ეს ახალგაზრდა მოისმენს და ხედავ თურმე რა საშინელება ტრიალებს საზოგადოება უწყებელში აბა რა ტრიალებს თურმე და აი ეს ტრიალებს თურმე ხედავ თურმე ჯდებით და საუბრობ და სუდავანებებ კაი არ მოიღებ ხმა და არც ეს პოდკასტი არ გადაარჩეს მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ვლაპარაკობთ და ვინ არიან ეს ადამიანები ამაზე ვლაპარაკობთ ჩემთვის ეს იყო თავარეთება ჩვენ
აზროვნების აკრძალვაზე ვართ გადასული. აზრის პოლიციაზეა გადასული. იყო ესეთი მცდელობა ერთხელ. დააკვირდით, ყველა ეს ადამიანი ამავე დროს რო უყურებ, ხა სუბიექტურებას დამიტოვეთ, არ ვიგიდებით არაფერი. უყურებ, რომ აგზნებული თვალებით კრძალავენ ამას და აიყურებიან და რაღაცა იდეას იცავენ. შენ არ მაძლევ კომუნიზმის აშენების უფლებას? აი მე მინდა რომ კომუნიზმი ავაშენო. ასე იყო მე-20 საუკუნეში. ასე იყო, როდესაც გაჩნდნენ მებრძოლი უღმერთოები, კომკავშირელები, რომლებმაც უნივერსიტეტიდან პროფესორები გამოყარეს, იმიტომ რომ მათგან განსხვავებული მე შექმნეს რო აღარ ყავდათ ხალხი წითელი პროფესორის ინსტიტუტი 2 წლიანი და ძალიან ბევრი ადამიანი ერთი ორს მეც ვიცნობდი უკვე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მოვესწარი წითელ პროფესორებს და აგდებულად რომ მოიხსენიებდნენ როგორც წითელ პროფესორებს, იმიტომ რომ რეალურად არანაირი აკადემიური ასე ვთქვათ ცოდრამად არ ქონდათ, მაგრამ წითელი პროფესორები იყვნენ. შემდგომ ესენი გააჩინეს. სხვათა შორის ანალოგიური პრობლემა იყო გერმანიაშიც. როდესაც ნაციონალ-სოციალისტები გაჩნდნენ და უცბად განსხვავებული აზრის მიმართ, მათგან განსხვავებული აზრი მტრულ აზრად გამოცხადდა. და დაიწყეს ადამიანების განადგურება. ხა პირველი საკონცენტრაციო ბანაკები გერმანიაში რა ჰიტლერმა იმათვე კი არ გააკეთა რუსი წითელარმიელებისთვის. ისევ თავის გერმანელებისთვის გააკეთა განსხვავებული აზრი ვისაც ხვდა იმ ადამიანებისთვის, ხო? და შემდგომ უკვე აი რაც ხდებოდა აქ 30-იან წლებში განსხვავებული აზრის დევნა. ჩვენ დავინახეთ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. მართლა ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დემოკრატიის თვალსაზრისით იყო მართლა სამოთხე. ყველაფრის უფლება ჰქონდა. გასაგებია ზოგს ესმოდა ეს უფლება, ზოგს არ ესმოდა ეს უფლება, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ უკვე კონკრეტული ადამიანების მიმართ. აი ეს რაღაც დეკემბერში რო იყო ეს რამდენიმე კვირიანი გადაცემების სერიალი. მერე უკვე დაიწყეს მოთხოვნა, რომ ჩვენ ვინც გვინდაო, ისინი უნდა დასვათო და შემდეგო თქვენ ვინც გინდათო, ისინი აღარ უნდა დასვათო. ანუ ჩვენ უნდა დაგიგეგმოთ გადაცემებიო. და ჩვენი თან ეხლა როგორ არის ტელევიზიის სპეციფიკა, ვინც იცის, არ ვიცი, მე მგონი ამ პოდკასტის მაყურებელმა ყველა მიცის ეს სპეციფიკა. იმდენი ტელევიზია, ყველა არის ამ სტუდიებში ნამყოფი სხვადასხვა ტელევიზიის, ხო? როგორ შეიძლება ეხლა 10-15 წუთით ადრე იცოდეს წამყვანმა, ვინ იქნება სტუმარი, ჯერ ერთი ვინ არის, ან როგორ მეტყველებს, ან რა ცოდნა აქვს, ან საერთოდ რაც წარმოადგენს ეს ადამიანი, ვიზუალურად ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ ვის უნდა დაელაპარაკოს. წინასწარ პროდიუსერი აბა რატო ელაპარაკება სტუმარს? შეიძლება სულ არ აქვს სამეტყველო აპარატი ისე მოწყობილი, რომ სატელევიზიოდ შეიძლებაოდეს იმ ადამიანის გამოყვანა, ხომ? ამიტომ ბევრი ნიუანსია. არა, როგორც ჩვენ გვინდა, რას ნიშნავს როგორც შენ გინდა? ეს ხო ტელევიზია, როგორც შენ გინდა, ისე ვერ იქნება, როგორც მე მინდა, ისე ვერ იქნება, საბჭოს წევრი ვარ. და არა მაქვს ამის უფლება, რომ ეს თქვა და ეს მიუთითო ვინმეს, ვინ მოვიწიოთო, მერე დაიწყეს არ მოიწიოთო. მე არ მიყვის ახლა ბატონ რომან კაკულიას მიმართ ესეთი ისო. იმიტომ ჩვენ ხო გვახსოვს მანამდე იყო დეკემბერში ეს მთელი ალიაკოთი ატეხილი. რატო მოყავთ ეს სტუმრები? დღესაც ეგრეა სოციალურ ქსელებში. რატო მოიყვანეს ეს სტუმრები? კაცო შენ ვინ გეკითხება? ეს ტელევიზია თავის სპეციფიკაა განსხვავებული მოსაზრებებით იყო. რომ ნახე პირველ როგორ დაიწყო, რომ აქ შავი სიებიაო და სიამდვილეში ამის მე პრაქტიკულად რასაც ვლაპარაკობთ და ეს რასაც ვამბობთ. მე ეხლა არა დაიქნები და მე შემიძლია ხო იცი რომ რაღაცები კი ვიცი და აი USAID და ისა ათლათესი კი არა არ ვიცი. აი ჩვენს მიმართ მაგალითად პირდაპირ რა იყო გამოტანილი ხარვი და დღეს თავის დრო უნდა თორე გადატანას თორე ეს რო ცოტა ხნის წინ მეთქვა მხოლოდ პრობლემები და ის ამბავი იქნებოდა. იგი თქვი და აი როგორი ამბავი იყო და აბა რა არის ცენზურა და რა პრესის ქვეშ და რა წნეხს უძლებდით და ამის გაგრძელება არის. ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ აი მე მაგალითად ისე გეუბნები, რომ აი ერთი თემა კონკრეტულ ეხლა ამჯერად ეს რომ მე მომეგონებინათ, არა, თვითონ მიწერეს. არა, ვასკო, ჩვენ სადამდე მივედით, იცი 90-იან წლებში იყო მე მინდა ტელევიზიაში გამოსვლა. ერთი წუთი მოიცადე რა, 90-ს დაანებე. არა, თანმიმდევრულობა. ბიჭო, ხარაბეს გეუბნები, აგერ გეუბნები, სამი კვირის ამბავს. აქედან მიწერეს იქ წერილი, ერთს კი არა, 9 ორგანიზაციას მიწერეს და ის 9 ორგანიზაცია იყურება ასე დემოკრატიის ცოლი და უყურებ ახლა ეგეთი სიტუაცია, ნუ ახლა აი რა უნდა გითხრა ახლა მიწერეს რომ კრავმა მგელი შეჭამაო და კრავმა შეჭამა მგელიო ამათ მიწერეს ესენი არიან და ისინი არიან იყურებენ და ასე გაფართოებული თვალებით შუბია მართლა ხდებაო და იბათ ალბათ ახლა გონიათ რომ რომან კაკულია ესე რომ მოვიწვიეთ აქ ესე იგი ამ ბავშვებს ჩამს და ეს არის და ახლა მოთხოვნებს ლაპარაკობ ჩვენ ტვინი ხა რაც მეკითხარი ამაზე თუ ტვინი არ გავაძრიეთ და აქ რაღაც არ გაჩნდა და ეს არ ვიფიქრეთ ეს ამბავი ხდება გითხრა
ეხლა მთელი ჩვენი საათნახევარი ბჟუტური შეიძლება ჩაიაროს სხვა, მაგრამ ეს არის ამბავი, რაც გითხარ, ეს ამბავი. ვასკო, მე რას გულისხმობ, იცი, აი, როდესაც ვამბობ, თანმიმდევრულობას როცა ვამბობ, 90-იან წლებში ხო გვახსოვს? ზუსტად ჩაიგდე ხმა გეუბნებიან და შეთ. 90-იან წლებში ხო გვახსოვს? მოთხოვნა იყო, გვინდა ეთერი, მაშინ სულ ორი არხი იყო, პირველი და მეორე. არ იყო ტელევიზია. არ უნდა აქ ეთერი ჩახშობა. ეხლა მეორე, ის პერიოდიც ხო გვახსოვს 2007 წელი, 2009 წელი აქციები ტელევიზიასთან, დერეფნები, სირცხვილის და რაღაც ეხლა. ამ ტელევიზიაში ისეთი ხალხი მუშაობდა, ნუ მართლა რომ შექმნეს ოქროს ფონდი და ტელევიზია, ხო? მაშინაც ჩვენ გვინდა ეთერი ითხოვდნენ. მაშინაც ეს მოთხოვნა იყო. და დღეს მოთხოვნა რა არის ამ ხალხის? გაჩერდითო გვეუბნებიან. თქვენ არ მოიწვიოთო ხალხიო. ანუ მოთხოვნა ის კი არ არის მედამით მე ეთერიო. სხვას ნუ უთმობ ეთერსო. ეგ არის რეალური ისტორია. ყველას აქვს რეალურად. არა, ყველას აქვს თავის ეთერი დღეს. შენ ჩაიგდე ხმაო, აი ეს არის. ეს არის ცენზურა. ამას ვამბობ, ეს აბსოლუტურად უყუღმა. უნდა დავასრულოთ. აღსპორტ და ძალიან მოკლედ. არა, ნუ აღსპორტი ახლა არ აღსპორტ, მე რო ცენზურას დაწესებას მომინდოებს ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გადავაცილეთ დროს, ტრადიციას არ დავარღვევ და მოკლედ ოპტიმისტური დასასრული. დიახ. რა მოხდება? რა იქნება? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მივდივართ. არა უშავს ეს ტკივილებიც 35 წელი გამოვიარეთ რამენაირად, დაიბადა ქართული ჟურნალისტიკა, ცოტა დეფორმაცია განიცადა, ცოტა დეგრადაცია განიცადა, ცოტა ნაწილობრივ დეგენერაციას განიცადა, მაგრამ არა უშავს. ამასაც გადავივლით და ეხლა რეანიმაციის პროცესი არ არის ადვილი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა რეანიმაციაში უნდა ცოტა ხანი ვიყოთ. არ არის ადვილი, შემდგომ ინტენსიურ თერაპიაში გადავალთ და ამის შემდგომ რა თქმა უნდა გამოვა ქართული ჟურნალისტიკა ამ მდგომარეობიდან. რაც მთავარია, საქართველოში არიან კვალიფიციური ჟურნალისტები, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ტრაგიკული და კატასტროფული სურათი არ არის. რასაკვირველია, გაგრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შემოტევები, მე ახლა არ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები გონიერებას მოუხმობენ და გონს მოეგებიან. საერთოდ არ მაქვს ამის იმედი, მაგრამ ჩვენ მას ნაკლებად უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ ამავდროულად სერიოზულად საფიქრებელია იმ ინსტიტუტებთან მჭიდრო კომუნიკაცია და მათი სწორად ინფორმირება, ვისთანაც ეს ჩვენ გვიჩივიან, მაუწყებელს უჩივიან და ზოგადად ცდილობენ საკუთარი თავის განსაკუთრებულ ასე ჟურნალისტიკის მეტრებას წარმოჩენას ის ადამიანები და ჩვენ უნდა ჩვენი ასე ვთქვათ საქმე გავაკეთოთ. საზოგადოების სწორად და სწორად როგორ ახლა მე მგონია რომ სწორად, მაგრამ ზოგადად ვამბობ მიუკერძოებლად ინფორმირება, რაც არის უპირველესი მოვალეობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და მე მგონია რომ ყველა მედია საშუალების უპირველესი მოვალეობა სწორედ ეს უნდა იყოს. აი ეს უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში და ყველაფერი იქნება ნორმალურად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სერიოზულად იფიქრონ პოლიტიკოსებმა იმაზე, რომ მათაც აქვთ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მიმართ და აი პოლიტიკურ კულტურასთან ერთად მედია კულტურის სწორად ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ვინმეს მიმბაძველობას. ახლა როგორ არის ბრიტანეთში, როგორ არის საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში და ასე შემდეგ. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირისკენ სვლაც, რაზეც ახლა ხშირად გვეუბნებიან, რომ აი თქვენ არ გინდათ და ძალიანაც კარგად მინდა. ან ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და ასე შემდეგ. ის მოთხოვნები, რაც არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმისთვის ან ევროკავშირის წევრობისთვის, რაც იქ წერია მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, სოციალური პრობლემების მოგვარება, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება, სამართლიანი სასამართლო და ასე შემდეგ. ბატონო გიორგი, ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება არა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ან ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გვჭირდება და ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვებრძვიან და ზოგადად მე მგონი ამ ქვეყანას ებრძვიან და არა კონკრეტულად მე ან თქვენ სახელმწიფოს ებრძვიან, ჩვენ სამშობლოს ებრძვიან. ამ ადამიანებს ეს კარგად არ აქვს გააზრებული და ჩვენ კარგად გვაქვს ეს გააზრებული და გვესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ არა უშავს, გავივლით, ამასაც გადავლახავთ. ბეტონებსაც ამოვანგრევთ და ყამიშსაც გადავაქცევთ ნორმალურ ნიადაგად. კი ბატონო, კარგი, მადლობა მეგობრებო. დიდი მადლობა მოწვევით. წარმატებებს გისურვებთ, შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში.